პატარა ვიყავი, სადღაც 4 წლის, როდესაც მშობლები განქორწინდნენ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ტკბილი მოგონებები მაქვს ბავშვობასთან დაკავშირებით. შენ როგორ გაგაძლიერა აი ამ ბავშვობა? მე ჩემ თავს უნდა მივხედო. შიმშილობის საოცარი პერიოდი გვაქვს. 3 კვერცხი რო ვიყიდე ვაგზლის მოედანზე და მეტროში, რომელიც ჩერდებოდა ხოლმე თან იმ 90-იანებში ერთი გამიტეხეს ჭყლეტვაში და ტირილ-ტირილით მოვიდა. $1000-იანი სამსახური მივატოვე და საკუთარ კომპანიაში $80 დავიწყე მუშაობა. მე მეჯეროდა, რასაც ვაკეთებ. თან ორ შვილს ვარჩენდი მარტო, თავში ბიუჯეტს ვითვლიდი, იმ კლიენტის ამოცანას წყვეტდი. დე ესე სახით მატერიალებდნენ ხოლმე ხელი. ძალიან გამიცდი მაგ პერიოდს, რომელიც დავკარგე. ზუსტად როგორ გავაკეთებდი მთელს ამ გზას, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. სკამსაც კი არ მთავაზობდნენო. წარუმატებლობის არ მეშინოდა რა. რამდენიმე მილიონიანი ბრუნვა აქვს კომპანიას, 35 ქვეყანაში მუშაობ. უფრო ხშირად მოხდა ის, რომ ქალი გავიდა სახლიდან, მაგრამ კაცები არ შემოსულან ოჯახში. მფარველი მამიკო აღარ ახარ შენი ცოლი. მე მქონია არაერთ პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობის გამოცდილება და ჩვენ ოფისში დიასახლის და პრემიერ-მინისტრს ერთნაირად ვესაუბრებ, იმიტომ რომ ჩემთვის არის ადამიანი. ყველა გაგებით სიღარიბე, ეს არის მენტალური სიღარიბე, სულიერი სიღარიბე თუ ფინანსური სიღარიბე, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმოდგენია თბილისის აკრები, ახალი თვითმყოფადი უბანი ქალაქში, რომელიც მდებარეობს ვაკე-საბურთალოს შორის ნაფეტვრების გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან სულ რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე. ასე რომ თუ გეგმავთ ახალი ბინის შეძენას, ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში დაგიტოვებთ ბმულს, ეს არის თბილისის აკრების ვებგვერდი, სადაც გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას და საკონტაქტო ნომერს. დღეს მე სტუმრად მოვიწვიე თიკა რუხაძე, რომელსაც პოდკასტის დაწყების დღიდან გეგმავ და ვფიქრობ, აი როდის მოვა თიკა ჩვენთან სტუმრად და ძალიან მიხარია თიკა შენი ამ სტუდიაში ხილვა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ შენ ჩვენს აუდიტორიას, ქალების აუდიტორიას ძალიან ღირებულ ინფორმაციას და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გაუზიარებ და მადლობა შენ ამისთვის. მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია მეც რო აქ ვარ. სანამ მოგიყვებით თიკას შესახებ და სანამ თიკას დაუსვამ პირველ კითხვას, აუცილებლად უნდა გთხოვოთ ტრადიციული თხოვნა ეს, რომ თუ უყურებთ ჩვენ პოდკასტებს, გახდით ჩვენი გამომწერი. იმიტომ რომ სტატისტიკა მაჩვენებს, რომ ჩვენი რეგულარული მაყურებელი, ვინც სულ უბრუნდება ახალ პოდკასტს, არ არის ჩვენი გამომწერი. 65% არ არის ჩვენი გამომწერი. ამიტომ თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტები, თუ რაღაც საინტერესოს ახალს, მნიშვნელოვანს იღებთ, თქვენი მხრიდან subscribe ღილაკზე დაწყაბება და გამოწერა იქნება ყველაზე სწრაფი და უფასო საშუალება, რომ დაგვიდგეთ მხარში. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დღევანდელი ეპიზოდის წარმოდგენიც უნდა გაგაცნოთ. ეს არის კლინიკა კანი, რომელიც გახლავთ მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებით და ჩემთვის კლინიკა კანი არის ადგილი, რომელსაც სრულად ვენდობი, სადაც მრავალი წელია დავდივარ და აქ ჩემს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე მხოლოდ მაღალ კვალიფიციური პროფესიონალები ზრუნავენ, როგორც ქართველები, ასევე მოწვეული სპეციალისტები. რაც მთავარია, ჩემი პოდკასტის მაყურებლისთვის, ვიდეოს ქვემოთ აღწერაში დაგხვდებათ სპეციალური შეთავაზება, რომელსაც გთავაზობთ კლინიკა კანი. და დავიწყოთ თიკას საუბარი. ესე იგი, თიკა გახლავთ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი საქართველოში, რომელსაც შეუძლია დღეს გაგვიზიაროს რაღაც ისეთი, რომელიც გამოგვადგება ქალებს და არა მარტო ქალებს, ჩემი აზრით, იმიტომ რომ თიკა 23 წელია კონსულტირებას უწევს წამყვან კომპანიებს საქართველოში, მას აქვს შეხება ტოპ მენეჯმენტთან, ლიდერებთან და იმ ადამიანებთან, ვინც დღეს საერთოდ ამინს ქმნის და მე მგონი პირველ ამინს თიკა ქმნის ამ ქვეყანაში და წლების წინ, როდესაც არავინ არ იცოდა საერთოდ ამ სფეროს და კონსულტირების საერთოდ არსი და მისი მნიშვნელოვნება, თიკა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაანახა ამ ქვეყანას ბიზნეს სექტორს, რაში შეიძლება გამოიყენონ მისი აი ეს კომპეტენცია და მისი გამოცდილება. თიკა, მე ყველა ქალს, ვისაც აქ ვიწევ და თავის საქმიანობაზე ვაყოლებ, ერთ ტრადიციულ კითხვას ვუსვამ, იმიტომ რომ ეს აინტერესებს ჩემ მაყურებელს. სად დაიბადე, სად იზრდებოდი და როგორი იყო შენი ბავშვობა? დავიბადე თბილისში, ძალიან ახალგაზრდა ოჯახში, ასე ვთქვათ. დედაჩემი იყო 18 წლის, მე რო შევეძინე და მამა 19-ის. ძალიან პატარა ვიყავი, სადღაც 4 წლის, როდესაც მშობლები განქორწინდნენ და ამის მერე მე მომიწია ბებიასთან გარკვეულწილად ცხოვრება.
რომ მთელი ბავშვობაც ვერ ვიტყვი რომ იგავატარე. მერე ეს რა ქვია ბოშასავით ესე მეძახდნენ ხოლმე რომ მიწევდა მოგზაურობა ხან დედასთან რაღაც პერიოდი ცხოვრება სადღაც 1 წლამდე მამასთან ცხოვრება და მოკლედ აი ესე გადავდიოდი ოჯახიდან. და ან როგორ გახსენდება შენი ბავშვობა როგორი იყო? ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ტკბილი მოგონებები მაქვს ბავშვობასთან დაკავშირებით, თუმცა მე ვფიქრობ რომ ის ვინც დღეს ვარ ამაში იმ გამოცდილებამ დიდი წვლილი შეიტანა. რა თქმა უნდა, ეს უმეკითხებიან ხოლმე, რომ აუცილებელია რომ რაღაც გამოწვევები შეხვდეს ადამიანს ცხოვრებაში, რომ წინ წავიდეს. არა, მე რომ მკითხო, რაც უფრო დიდ სიყვარულში და მხარდაჭერაში გაიზრდება ადამიანი, მით უფრო სწრაფად წავა წინ. თუმცა, რაც არ გკლავს გვაძლიერებს, ესეც არის და ესეც მუშაობს, რა თქმა უნდა. და შენ როგორ გაგაძლიერა აი ამ ბავშვობამ, ასეთმა ძიმე ბავშვობამ? ნუ მე ვიტყოდი რომ არა მარტო გამაძლიერა, ძალიან ბევრი ტრავმული გამოცდილება მომყვება დღემდე და მიუხედავად რაღაც გარკვეული წარმატებისა, რომელსაც ახლა შენ ძალიან ისე ფერადად ისაუბრე, მიუხედავად ამისა, ანუ არის რაღაცები, რაც ამ ასაკშიც კი ზოგჯერ თავს წამოყოფს ხოლმე და ან ბავშვობიდან მოყოლებული ამ გამოცდილების ავკარგიანობით მოვდივარ როგორც ყველა ადამიანი. ალბათ იცი რომ ყველა ზრდასრულის ფსიქიკა ასე ვთქვათ ვიცილად ყალიბდება 7 წლამდე ასაკში, ხო? ხო, ამიტომ მე ვიტყოდი რომ გამოწვევაც იყო და სიძლიერის თვალსაზრისით, ანუ აი მაგალითად ის რომ მე ჩემ თავს უნდა მივხედო. ანუ რომ ჩემი თავის პატრონი მე ვარ. მაგრამ მეორეს მხრივ ეს ნდობა სამყაროს მიმართ და იმის მიმართ რომ არიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან, ძალიან ბევრი წელი დამჭირდა, რომ ამას მივხვედრილიყავი და მაგალითად დახმარების თხოვნა ჩემთვის იყო წარმოუდგენელი რაღაც, იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს იყო თითქოს ჩემი სისუსტე, რომ თუ ვინმე მეხმარება, ესე იგი მე სუსტი ვარ და დასახმარებელი ვარ და მეორეს მხრივ არ მჯეროდა, რომ ანუ მეგონა რომ ადამიანებს შევაწუხებ თუ ამას ვთხოვ. და ძალიან ბევრი წელი დამჭირდა, სხვათა შორის საინტერესო ისტორია მაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცი რამდენი დრო გვაქვს რომ მოგვეყევი რა. მოკლედ ერთ-ერთი უკვე ძალიან საკმაოდ დიდი ვიყავი. ერთ-ერთ ლიდერშიპის ერთ-ერთ პროგრამაზე, უცხოურ პროგრამაში მონაწილეობას ვიღებ, მოგცეს ესეთი დავალება, არის მეზღვაურის ტესტი. და მოკლედ ამერიკელი მეზღვაურების ტესტია, რომელშიც გეუბნებიან, რომ აი შენი გემი ჩაიძირა, შეგიძლია ნავში გადაიტანო რაღაცა ნივთები, რომ გადარჩე რა. და არის მთელი ნუსხა ამ ნივთების. მოკლედ ყველა ვაკეთებდი ჯერ ინდივიდუალურად და მერე გუნდურად. და ძალიან საინტერესო ამბავი იყო, რომ ჩემი გამოცდილება ესეთი იყო, ყოველშვილ ჩემი რწმენა ესეთი იყო, რომ მე არავინ არ მეხმარება, მე ჩემით მივახციე ყველაფერს და მეორე ადამიანი იყო ჯგუფში, რომელიც ყვებოდა, რომ მისი ცხოვრება სულ კეთილი მხარდამჭერების მენტორებით სავსე იყო, ყოველთვის მას გვერდში ედგა ვიღაცა, ვინც მხარდაჭერას აძლევდა და ასე მიდიოდა წინ და იყო ძალიან საინტერესო ჩვენი სია. მოკლედ ამ ამოცანას აქვს სწორი პასუხი რა. და ნუ მოკლედ ძალიან საინტერესო იყო, რომ მე ამ ნავში გადავიტანე ყველაფერი თვით გადარჩენისთვის. ანკესი, რაღაც წყლის გამოსახდელი როზღვის წყალი მტკნარ-წყლად გადაგწვა და ასე შემდეგ. და ფაქტობრივად არაფერი, რომ დახმარების, აი მაგალითად მაშხალა, ხო, იმას რო ისვრია. რომ 2 კილომეტრში გემს რო ჩაევლო, ანუ მე ვერ დაუძახებდი დასახმარებლად ოკეანეში. და იმან ყველაფერი გადაიტანა ის, რაც დასახმარებლად და არაფერი თვით გადარჩენისთვის. ნუ საბოლოო ჯამში ამან ძალიან დიდი ინსაიტი მომცა, რომ ანუ მე იმდენად არ მჯერა, რომ შეიძლება ვიღაც დამეხმაროს და გვერდში მედგას, რომ რეალურად შეიძლება თავი გავწირო, ხო, შუა ზღვაში ძალიან თვალსაჩინო იყო ეს ჩემთვის და მნიშვნელოვანი ესეთი ბიძგი მომცა განვითარებისთვის, პიროვნული განვითარებისთვის პირველ რიგში. მე გავაცნობიერე ის, რომ დახმარების თხოვნა სულაც არ არის სისუსტის ნიშანი და რომ ძლიერებს შეუძლიათ ზუსტად თავდაჯერებული იყოს, რომ დახმარება ითხოვოს და ამისგან არ იგრძნოს სისუსტე, ის რომ ადამიანები გიждდებიან დახმარებაზე. ანუ
მე ეს გაოცებული ვიყავი ამის მე რომ აი თუ შეუძლიათ რომ გაგიზიარონ ცოდნა ის ანუ ზაობა აქვთ ამისი ადამიანებს მე არ ვიძახი ხა ბოროტად გამოყენებას ხო, რა ამ თქმა რა თქმა უნდა ყველაფერში სხვა არის მაგრამ მაგალითად ერთ-ერთი ესეთი გამოცდილება ბავშვობიდან ეს არის კიდევ ძალიან ბევრი შემიძლია მოყვა მაგრამ მე მგონი პოდკასტი თვალ ბავშვობას არ უნდა არა რა თქმა უნდა რა საინტერესოა ხო ადამიანებს უყვართ როცა ეხმარებიან სხვას უმრავლესობას ყოველ შემთხვევაში უყვარს კი გეთახმები მაგაში შენთვის ერთ კითხვას დაგესვამ კიდე ბავშვობაზე ვინ იყო შენი მისაბაძი ადამიანი შენთვის მისაბაძი ძალიან უცნაური ამბავი არის რომ არ მყავდა ავტორიტეტები არასდროს და მისაბაძი ადამიანი უფრო შეიძლება ძალიან ბევრს კითხულობდი და სხვადასხვა გმირები და სხვათა შორის ამ გმირებში ყოველთვის ის იყო ვინც თავისი თავი თვითონ შექმნა, როდესაც არავინ არ ეხმარებოდა, გმირი რომელიც რაღაცნაირად საოცრებას მიაღწია, ანუ ესეთი პერსონაჟები. ანუ თუ ვიტყვით იმას, რომ ნათესაობაში, მშობლებში, ან მასწავლებლებში, ანუ ახლო წრეში ზოგადად ავტორიტეტები დღემდე მომყვება ეს, რომ არ მაქვს შეგრძნება, რომ აი ვაიმე ამას რაღაც ამ პოზიცია აქვს, რაღაცა ბევრი ფული აქვს, რაღაცა, ანუ ჩემთვის მე მქონია არაერთ პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობის გამოცდილება და ვინც მე მიცნობს და ვუნახი ვარ, ზუსტად იცის, რომ ჩვენ ოფისში დიასახლის და პრემიერ-მინისტრს ერთნაირად ვესაუბრებ, იმიტომ რომ ჩემთვის არის ადამიანი და აბსოლუტურად ეს ავტორიტეტების და ავტორიტეტის შეგრძნება, ну არ გამაჩნია. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ მის ძალაუფლებას რაღაც პოზიციაზე, მაგრამ ამითი ის ჩემთვის უფრო ძვირფასი არ ხდება ამის თქმა მინდა. რა საინტერესოა ესე იგი ადამიანები რაღაც ზრდასრულობის ასაკში 40 წლის მერე იმაზე მუშაობენ, რომ ეს ავტორიტეტები დაამსხვრიან და შენ დამსხვრევაც არ დაგჭირდა. ну ესეც შეიძლება იქიდან მოდის, რომ არ ვთვლიდი რომ ჭკვიანურად იქცეოდნენ უფროსები. იმის უფროსები ვისთანაც მე ვიზრდებოდი. და ეხლა არ მინდა ამ დეტალებში წავსვლა, მაგრამ რასაც ვხედავდი ჩვენს გარშემო, რა კონფლიქტებსაც ვხედავდი, რა დამოკიდებულებასაც ვხედავდი, არ ვთვლიდი რომ ეს ანუ არ ვიცი სად მქონდა ეხლა ამისი შეიძლება ეხლა ბევრი გაცნობიერება ამისი არ მქონდა, მაგრამ ინტუიტურად მაინც ხვდებოდი რომ ის რაც ხდება ეს სწორი არ არის, თქვა ბრაზები ერთმანეთზე, ხო, რაც ხდება ხოლმე განქორწინებულ ოჯახში, რომ აი მამა შენი რა შვება და ის დედა შენი რა შვება. ანუ ეს რომელიც ჩემთან მოდიოდა და ამიტომ აი ეს შეგრძნება რომ აი უფროსები როგორი ჭკვიანები არიან და მე უნდა დაუჯერო იმას არ მქონდა. ხო, უცნაურია, მაგრამ არ მქონდა. შენ ახლა ახსენე რომ არაერთ პრემიერ-მინისტრთან ქონდა შეხება და მე ისედაც ვთქვი რომ შენ კონსულტირებას უწევ პირველ პირებს, კომპანიების პირველ პირებს. აი შენ ამ წარმატებაზე მე რა თქმა უნდა დაწვრილებით შეგეკითხები, მაგრამ აი როდის ქონდა ის მომენტი, შეიძლება ეს ერთი დღე არ იყო, ერთი წამი, მაგრამ რაღაცა აი პერიოდი გახსენდებოდა შენი ცხოვრებიდან, როცა მიხვდი, რომ აი მე ახლა ჩემი ცხოვრება უნდა შევცვალო და რაღაცა შევქმნა, ჩემი საქმიანობა უნდა ვიპოვო, რომლისაც მჯერა და რომლის გაკეთებაც მომანიჭებს სიამოვნებას. ხო, ძალიან ადრეულ ასაკში სხვათა შორის და წარუმატებელი მცდელობაც მქონდა მანამდე სანამ ისეთის შევქმნიდით. მოგვიყევი ეგეთ. ხო, ну, აი ეს რომ მე ჩემი კომპანია მინდა გავაკეთო, სულ მქონდა, რაც თავი მახსოვს, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე ალბათ, მაგრამ პირველი რომ გავაკეთეთ, არც ცოდნა მქონდა, არც გამოცდილება და არც მზაობა, რომ აი რასაც ქვია all in, ანუ ყველაფერი შიგნით ჩადო და არ წამოვედით სამსახურიდან, რაღაცა ვითომ აი თან გავაკეთოთ თემა გქონდა, ვერ ვიცლიდით და მოკლედ შედეგიც მივიღეთ ადეკვატური. მაღაზიის გახსნის მცდელობაც მქონდა სრულიად წარუმატებელი, ჩემით გავარემონტ რაღაცა. რისი მაღაზია იყო? სურსათის მაღაზია 90-იანებზე უყვები, ანუ აი შიმშილობის საოცარი პერიოდი გვაქვს, მე პირადად და ჩემ შვილებთან ერთად ძალიან მძიმე პერიოდი გვაქვს გავლილი, მართლა აი კარაქს რო ვიყიდი, კარტოფილს ვიყიდი თუ არა რო არ ვიცოდი. რომ დააგერჩია რომელი უპირველესი რომელი პროდუქტი და ჩემმა მეგობრებმა იციან ეს ისტორია. სამი კვერცხი რო ვიყიდე ვაგზლის მოედანზე და მეტროში, რომელიც ჩერდებოდა ხოლმე თან იმ 90-იანებში ერთი გამიტეხეს ჭყლეტვაში და ტირილ-ტირილით მოვედი. ანუ ამ პერიოდიდან მოვდივარ.
და მოკლედ ძალიან მძიმე იყო ეს ამბავი. ამ დროსაც კი აი მართლა გიჟი მეოცნებე, ანუ მეოცნებე ხასიათში ყოველთვის ჰქონდა, ანუ იმ ჯერთი არ მომწონდა ის რეალობა, რომელშიც მე ვცხოვრობდი, არ მომწონდა ის რეალობა, რაც იყო გარეთ და სადღაც ბრაზისგან და ამ ცვლილების სურვილი და მერე გადავიდა იმაში, რომ რა შემიძლია გავაკეთო შეცვლისთვის, მაგრამ აი არსებული სტატუს ქვოს შეცვლის სურვილი წამოვიდა იმისგან, რომ ეს არ მომწონს რაშიც ვარ და როგორც ვარ. და მე მინდა რომ ეს შევცვალო და მე რა მოგწონდა ეს ფინანსური, აი ეს გაჭირვება, რაშიც ყველაფერს ცხოვრობდით, თუ რაღაცა იყო ამის მიღმაც, არა მარტო ფინანსური, არამედ რაღაცა ეს შებოჭილობა, რაღაც. რა თქმა უნდა, ფინანსები არის შედეგი საბოლოო ჯამში ხა რა პირობებში ჩვენ ცხოვრობდით, სადაც ადამიანის სიცოცხლე, აი მაგალითად ჩემი მეგობარი სიგარეტის სხოვის არ ქონდა და მოკლეს დოლიძეზე. ანუ ეს პერიოდი გავიარეთ ჩვენ 90-იანებში, სადაც ადამიანს ქონდა ჩალის ფასი. ანუ ეს არ მომწონდა განათლება, იყო სრულიად დანგრეული, დეგრადირებული და ნუ რა ვიცი, დანგრეული სკოლები, უნივერსიტეტებში რა ვიცი, რა სწავლა ქონდა ჩვენ ხა ავტობუსის სახურავზე ვიჯექით ზოგჯერ ისე მივდიოდით და მას რა ქვია გასკური კი არა ნავთქურის გარშემო პალტოებში ვისხედით და ლექტორი არ მოვიდოდა, არ მოვიდოდა, ტრანსპორტი იქნებოდა, არ იქნებოდა. ანუ ასეთ პერიოდში სწავლობდით და ესეც, ანუ მაგრამ ერთი ბედნიერება ის იყო, რომ აი წიგნებს ვყლაპავდით, რა მართლა დრო იყო სამაგიეროდ, ხო? ანუ ტელევიზორი არ იყო, ფუქი არ იყო, ფერი არ იყო და წიგნები. ზოგჯერ ესე უცნაურია ჩვენება და ხალხს, მაგრამ მე სწავლა ყოველთვის მიყვარდა. ანუ არ ვსწავლობდი ნიშნებით, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ნიშნები მქონდა ყოველთვის თვითონ პროცესი შემეცნების იყო და ცნობის მოყვარე ვიყავი საშინელი ყოველთვის, რომ მაინტერესებდა, ამომეხსნა, ანუ ჩემი გასართობი იყო, მაშინ ესეთი რუსული გამოცემები იყო საბჭოთა პერიოდში, ზანიმაცილნაი ალგებრა, ზანიმაცილნაი გეომეტრია. ამას, ანუ შემეცნებითი ალგებრა და გეომეტრია იყო ჩემი გასართობი, რომ ამომეხსნა ამოცანები. ზოგი თოჯინები თამაშობდა. მე თოჯინები არ მითამაშე და კიდე ცალკე ისტორია არა, რომ კარგი სულაც არ არის ეს ამბავი, მაგრამ ნუ მოკლედ რაც იყო ეს არის. და არ მომწონდა ის, რომ ჭკვიანი ხალხი და ცოდნა და გამოცდილება არ ფასდებოდა და აქ სუფრებზე კორუფციონერი კორუფციაში ჩაფლული ბიზნესმენები ან მთავრობის წარმომადგენლები მაშინ წყვეტდნენ ვის რა ბიზნესი ექნებოდა და როგორ ექნებოდა და აბსოლუტურად აზრი არ ჰქონდა იმ მომენტში და იმაში რომ რაღაც შენ რა იცოდი ამას შენ უნდა გაგეკეთებინა რა ვიცი ძალიან ბევრი გამოცდა ეკონომიკური მდგომარეობაც მე მგონია რომ ღირსეული ცხოვრებას იმსახურებს ყველა და სიღარიბე ყველა გაგებით სიღარიბე ეს არის მენტალური სიღარიბე სულიერი სიღარიბე თუ ფინანსური სიღარიბე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება არის რაც რა ვიცი აი სულ შინაგანი სულ მაგალითად ჩვენი კომპანიის მისიაშიც კი ეს წერია რომ აი თანასწორობა პროგრესი და კეთილდღეობა აი ეს გვინდა შევქნათ ჩვენ რომ ვეხმარებით ბიზნესებს ჩვენ გვინდა რომ ბიზნეს ვეხმარებით და არა მარტო ხო საჯარო სექტორსაც სხვადასხვა ქვეყნებში მარტო საქართველოში არა განვითარებად ქვეყნებში ძირითადად მან მუშაობთ აი ეს არის რომ ჩვენ გვინდა რომ ხარდაჭერა მივცეთ იმ ლიდერებს რომლებიც ცვლიან ამ სამყაროს უკეთესობისკენ და გვინდა რომ ეს მოვიტანოთ და მართლაც აი ჩემი პირადი მისია რაღაცნაირად კომპანიის მისიაში თითქოს გადავიტანე ნამდვილად აი ეს სამი რამ რომ განვითარება პროგრესი კეთილდღეობა და თანასწორობა რომ ყველას მიეცეს შანსი თანაბარი აი მაშინდელი ფასეულობები იყო დანაკლისი იყო და დღემდე ამას მგონია რომ ამას ვემსახურებით ნამდვილად. ACT გლობალი გახდა არა მარტო საქართველოში, მაყურებლისთვისაც რომ ნათელი იყოს, შენ კი ახსენე, მაგრამ მაინც გაუსვამ ხაზს. ეს არის საერთაშორისო კომპანია და როგორც თიკამ ამბობს, განვითარებად ქვეყნებში ფუნქციონირებს, ხო, ძირითადად. შენ როცა დაიწყე 23 წლის წინ რო ახსენე. ესეც ძალიან საინტერესო ისტორია ჩემთვის, როგორ უხსნიდი ამ ხალხს, რა მნიშვნელოვნება ქონდა კონსულტაციას, ბიზნესის კონსულტაციას, იმ ხალხს, რომლებიც იყვნენ 99% კაცები
და შენ იყავი ქალი, რომელსაც მე არასდროს დამოვიწყდება შენი სიტყვები სკამსაც კი არ მთავაზობდნენ. როცა მივდიოდი შეხვედრაზე. რომ შევდიოდი კაბინეტში ესე რა გინდა, რატომ მოხვედი ესე? და აი, როგორ აჩვენებდი ამ ხალხს შენს აი შენი რესურსი როგორ დაანახე, რომ მე ეს შემიძლია გავაკეთო თქვენთვის და როგორ აიძულე ისინი, რომ ნდობა გამოეცხადებინათ ჩვენთვის? პირველი წელი ძალიან გამიჭირდა. იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიყავი თავდაჯერებული. ანუ სადღაც პირველი რაც ძალიან დიდ ძალას მაძლევდა ის არის რომ მე მჯეროდა რასაც ვაკეთებდი. ანუ ცოდნა ძალა თუ მისი გამოყენება იცი. მე დავამატე ეს მეორე ნაწილი, ანუ ცოდნა ძალა. ამას მჯერდება თუ მისი გამოყენება იცი, ხო? და აი ეს იყო ეს რწმენა რომელიც ედო ჩვენს კომპანიას ბირჩში. ჩვენ დავიწყეთ როგორც კვლევითმა კომპანიამ, მაგრამ მაშინ იყო ორი კვლევითი კომპანია საქართველოში. ჩვენ არ ვიყავით პირველები, მაგრამ პირველები ვიყავით, ვინც ასეთი მიდგომით მუშაობდით. რომ ჩვენ გვინდოდა რომ მონაცემი აგველაპარაკებინა. ანუ ჩვენ გვინდოდა რომ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიგვეტანა და დავხმარებოდით მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებში. ეხლა ლაპარაკობენ ეს აქტუალური გახდა data driven decisions, რაც მონაცემებზე დაფუძნებული და ჩვენ მაშინვე მაგას ვხედავდით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საიდან ხედავდი შენ მაგას? აი მაშინ შენ საიდან მქონდა ეს ცოდნა და ეს ხედვა? დეფიციტს ვხედავდი და ანუ ნახეთ მოთხოვნა არ იყო, მე ხო თქვი რომ ისეთი მოთხოვნა არ იყო, მაგრამ საჭიროებას ვხედავდი. და აი ეს არ არის პირველი. მაგალითად ახლა coaching-ის პირველი კომპანია რომ შემოვიყვანეთ, იმ დღეს გამეცინა სტომატოლოგიურთან ჩავიარე და ერთი მედდა, მეორეს ეუბნებოდა, აი ესე დასვი კითხვები, ეს არის coaching-ური მიდგომა. ანუ 2014 წელს ეს რო შემოვიტანე, მართლა 2 წელი გვაგინებდნენ სიტყვა coaching-ი რა არის, რა ჯანდაბა არის, საერთოდ რა გინდათ, მაგრამ დღეს თითქმის ყველა ორგანიზაციამ დანერგა ეს მიდგომები, რა ვიცი, ადამიანს ვერ ნახავთ, მე მგონი სიტყვა coaching-ის არსი რო არ ესმოდეს. ეს ახლა რატომ უყევი, რომ კვლევა იქნებოდა, კონსალტინგი იქნებოდა, coaching-ი იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა რამ სიახლე, ანუ ეს ანუ მე ვხედავდი ამის საჭიროებას, მჯეროდა რომ ოქრო, აი ბრილიანტი მიჭირავს ხელში და თავარია რომ იმას დავანახო ამისი ფასეულობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ის რომ ვიღაცა მეტყოდა რა სისული, ანუ ეს არ არყევდა ჩემს შინაგან რწმენას, იმიტომ რომ დანამდვილებით ვიცოდი მე თვითონ ამისი ფასი და შესაბამისად ეს მეხმარებოდა ალბათ რომ გარდატეხა შემეტანა და როგორც თქვი, ნდობა არ იყო არც სფეროს მიმართ, არც მე არავინ არ ვიყავი, ანუ გულისხმობ, არავინ არ ვიყავი ადამიანი, ყოველთვის ვიყავი, მაგრამ არ ვიყავი მათთვის პროფესიონალი, არ ვიყავი მათთვის ცნობადი სახე, არ ვიყავი მათთვის ვიღაცის შვილი, ცოლი თუ ასე შემდეგ, რომელსაც უნდა მოусმინონ. და ბოლო-ბოლო ახლა დღესაც კი ქალებს უჭირთ ამ საზოგადოებაში მასკულინური საზოგადოება და იმ სიტუაციაში ქალმა ჭკუა მასწავლოს და რაღაცა მითხრას ღირებული, თითქმის წარმოუდგენელი იყო ეს ჩემის ფრაზაც გეცოდინება, ხო? მართლა ანეკდოტი იყო, რა არენდოთ ქალებს და კონსულტანტებს და მოკლედ წარმოიდგინეთ, რომ ეს მე ვიყავი. მაგრამ მე მივხვდი, რომ პირველი წელი გამიჭირდა, იმიტომ რომ ისინი დიდი იყვნენ ჩემს თვალში და მე ვიყავი, აი გუშინ გამოვიჩეკეთ რაღაცა 4-5 კაციანი კომპანია და აი ეს არათანასწორობა თითქოს მაპატარავდა, თითქოს მე უფრო მინდოდა, რომ იმათ ეყიდათ ჩემი პროდუქტი, მჯეროდა ამისი, მაგრამ აი ეს პოზიცია, რომ მე ცოტა სუსტი ვარ და მე გადარჩენისთვის მჭირდები და შენ რა ვიცი რა შეგჭირდა, ანუ ხო ხვდები, კი ვიცი რომ გჭირდები, მაგრამ ესე ძალიანაც არის და სანამ ეს არ შეიცვალა ჩემს ცნობიერებაში, რომ არა კომპანიის ზომას მნიშვნელობა აქვს იმას, რა ფასეულობას ქმნი, შეიძლება ერთკაციანი ხა რამდენია ხო ერთ ადამიანზე და რა ზომის ფასეულობას ქმნი და მე თუ იმისთვის მილიონებიანი გადაწყვეტილება მომაქვს, რომელიც დაუზოგავს მას, ან გააუმჯობესებინებს, ან ეფექტიანობას მოუტანს. რა მნიშვნელობა აქვს რამხელა? აი ამან მოახდინა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია და მე ვფიქრობ, რომ თავარი ის კი არა ჩემი მიდგომა ყოველთვის და დღემდე ეს რჩება. ის კი არა რომ მე ვაჩვენო მე როგორი ჭკვიანი ვარ. ან რამდენი ვიცი და როგორი პროფესორი, რაში აინტერესებს მე თუ ჩემ ჭკუას არ გამოვაყენებინებ, ხო? ანუ იყავი ჭკვიანი და იყავი შენთვის. ანუ ნდობა არ შენდება მარტო იმიტომ რომ შენ ჭკვიანი ხარ, შენ რაღაცა იცი.
რაღაცა საკითხი. მე ვაჩვენებ მათ თავს და მათ შესაძლებლობებს, რა შეუძლიათ თუ გამოიყენებენ ცოდნას, თუ გამოიყენებენ კომპეტენციას, როგორ ვხედავ მათ შესაძლებლობას, როგორ ვხედავ მათი პრობლემის გადაჭრას. და აი აქ უკვე ნდობა ჩდება, ანუ ჩდება ის, რომ შენ ჩემი გესმის და მე მაქვს იმედი, რომ შენ თუ ჩემი სწორად გესმის, ესე იგი და მე ამაში ჩანს, ამ გაგებაში ჩანს უკვე შენი პროფესიონალიზმი, ხო? რომ შენ სწორ დიაგნოზს ვერ დასვავს, სწორი ყურით ვერ მოусმე. შენ თუ კონცენტრირებული ხარ, ვაიმე რამე ჭკვიანური ვთქვა. აი ზუსტად ჩვენ რა საუბრობთ. ზუსტად. რამდენჯერაც ეს საჯარო გამოსვლის დროს მომდომები რომ ვაიმე ეს ისეთი აუდიტორია ხარ, რამე ჭკვიანური რო არ ვთქვა. ალბათ გამაკრიტიკებენ, ყველაზე ცუდი გამოსვლა ის მქონია. აი როცა ხარ გულწრფელი, ხარ კონცენტრირებული არა იმაზე, შენ როგორ იქნები დანახული, არამედ რას მისცემ იქნება ეს საჯარო გამოსვლაში აუდიტორიას თუ მისცემ შენს კლიენტს. სრულად კონცენტრირება არ მაინტერესებს იმ მომენტში იყიდის თუ არ იყიდის. მე მივდივარ რომ დავინახო მისი ტკივილი და ამ ტკივილის ამოხსნა მოვიფიქრო და დავანახო როგორ შეიძლება რომ ეს ამოიხსნას და მე ისინი ბედნიერი არიან რომ ამაში ფული გადაიხადო და ასე ხდება ეს ამბავი. ეს არის მე მგონი ზოგადად მოხიბლის საფუძვლები. როგორ უნდა მოიხიბლოს ადამიანი შენით? მე მგონი არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესზე საუბრობთ, საქმეზე, პირადზე თუ ასე შემდეგ. ეხლა უცებ ფიქრობდი წინა პოდკასტის ჩაწერა გქონდა ურთიერთობებზე, რომანტიკულ ურთიერთობებზე და ანუ შენ თუ სულ იმაზე ფიქრობ, შენ როგორ გამოჩნდები, შენ როგორი ხარ, რამე ხო არ რაღაცა არასწორად გაქვს, ანუ დამთავრდა იქ ის ადამიანი გრძნობს, რომ შენ ხარ დისკომფორტში. შენს კანში არ ხარ რაღაც თავისუფალი და ლაღი. და ეს აუცილებლად შეუშლის ხელს ურთიერთობას ზოგადად. არა მარტო ეგ, წარმოიდგინე, თუ მე ვფიქრობ ჩემს თავზე, ჩემი ფიქრები, ემოციები ვის შესახებ არის? ხო, მხოლოდ ჩემზე. მხოლოდ ჩემ თავზე. ანუ გამოდის რომ მე შენთან ვისთანაც კონტაქტი მაქვს, შენ არ ხარ ჩემი ყურადღების ცენტრში. გაიგნორებ. შენთან კონტაქტი არ მაქვს. მე ჩემ თავთან მაქვს საქმე. ჩემ თავს ველაპარაკები, ჩემ თავს ვეპრანჭები, ვფიქრობ როგორ გამოვიყურები და მე შენ ვერ გხედავ. და თუ ვერ გხედავ, მაშინ როგორ შემიძლია რამე ღირებული მოგცე? ან რამე ღირებული გითხრა, ან სწორად გავიგო, რასაც მეუბნები. ამიტომ მართლაც მნიშვნელოვანია რომ რასაც აკეთებ იმაზე იყო იმ შედეგზე რომ იქ ღირებულება იქ რაღაც ფასეულობა შექმნა და ეს აუცილებლად დაფასდება მე ამის ყოველთვის მჯეროდა და რა ვიცი მე ვარ ცოცხალი მაგალითი ზუსტად ნამდვილად მაგის და აი ამ პერიოდში როცა იწყებდი და ის ერთი წელი როცა ძალიან გიჭირდათ ვინ იყო შენი ყველაზე დიდი მოტივატორი და ყველაზე დიდი შემაფერხებელი ჩემი მოტივატორი იყვნენ ჩემი პარტნიორები და ის ადამიანები, ვინც ამ გაჭირვებაში გვერდზე მედგა. რომ არ დაიშალენ მოკლედ და მაინც სჯეროდათ, რომ აქედან რამე გამოვიდოდა. და ამას ძალიან ვაფასებ. რა ვიცი 20 წელი ერთად მოვდიოდით რუსკათელია, რომელიც ჩემი რა ვიცი ჯერ ჯგუფელი და მოკლედ პარტნიორი იყო და არის დღემდე, ანუ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ენერგიის მომცემი და ძალიან დიდი მხარდამჭერი სხვაებიც რა თქმა უნდა, მაგრამ რუსკას გამოვყოფთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წელი ასე დღემდე ჩვენ ეს პარტნიორობა შევინარჩუნეთ. ეს მაძლევდა ჩემი შინაგანი ანუ იყო მომენტები რა თქმა უნდა, როცა ვიძახდი, რომ ხო არ დავანებოთ თავი, მართლა რომ წარმოიდგინო იმ დროისთვის 2002 წლის ბოლოს დეკემბერში დავაფუძნეთ 3-დან დავიწყეთ ოპერირება და $500 სამსახური მივატოვე და საკუთარ კომპანიაში $80 დავიწყე მუშაობა. იმ დროს $500 სერიოზულად. ძალიან დიდი ფული იყო, თან ორ შვილს ვარჩენდი მარტო, განქორწინებული ვიყავი და საერთოდ როგორ ვიარსებე მეორე წელს $150 მესამე წელს მივახცე 500, მაგრამ მე უკვე რა თქმა უნდა ეს ძალიან სწრაფი ზრდა იყო კომპანიისაც და ჩვენი კეთილდღეობისაც. ხო, აი შემაფერხებელი ვინ იყო? ეს მოტივატორი, შენი პარტნიორები და ვინ იყო? ანუ ხანდახან არის ხოლმე, როდესაც ოჯახის წევრიც კი შეიძლება იყოს შემაფერხებელი. იცი რა არის, როგორც გითხარი, რადგან ავტორიტეტები არ ყავთ. ძალიან ბევრი მეუბნებოდა იმას, რომ რა სისულელია, რა მოიგონეთ, ეგ რა არის, არ ჩემშობლებს არ ესმოდა ამას რას ვაკეთებდი, მაგრამ სხვათა შორის ჯეროდა, რომ ეს ჭკვიანი გოგო სტატუსი რაღაცნაირად მივიღე იმაში ჩემი ბავშვობიდან. იმამდე რომ რაღაცას თან ჩემი შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ არ გამომივიდეს
სამსახურს ყოველთვის ვიშოვე. ანუ აი ეს იყო ჩემი მე არ ვიტყვი რომ პირდაპირ გადავხტი და სახლის გასაყიდად გავიმეტე და ანუ ასეთ რისკებზე არ წავსულ ვარ ფინანსურ ჩემი დროის და ჩემი ენერგიის რისკი ჩავდე რეალურად. ეს ის ბიზნესი იყო რომელშიც $1000 დაწყებული ბიზნესია. ანუ ისიც სახლიდან მივიტანეთ ტახტი, ჩაიდანი, ერთი ეს $1000 მოახმარეთ გარემონტებას და სპეციალური ტექნიკის ყიდვას, რომელიც გვჭირდებოდა რაღაც ფოკუს ჯგუფების ჩასატარებლად, მოკლედ ვიდეო გადაღებისთვის და რაღაც. ანუ ეს იყო სულ ერთი მუშა გვყავდა და ეს რა ქვია 4 ქალი ვედექით თავზე და ვეუბნებოდით როგორ შეეხება ბოლოს წერილი დაგვიტოვა კარგად. თქვენ დანახვა ესე დავიწყეთ ეს ბიზნესი. მე გიждები ეგეთ ისტორიებს. და წარმატების ესეთი ნათელი სურათი ქონდა? თუ ნაბიჯ პროცესში, აი წლებთან ერთად მოვიდა? ეს რა არის, კაი კითხვა და სხვათა შორის სხვებსაც ამას ვეუბნები ხოლმე სულ, როცა ვლაპარაკობ, თქვათ აი ხედვაზე და მე მქონდა აი ესეთი ხედვა, რომ ჩვენ გავხდებით აუცილებლად საერთაშორისო კომპანია. ნუ აი გიჟურად შეიძლება ჟღერდა, მაგრამ ძალიან მჯეროდა, ხედავდი პირდაპირ როგორ შეიძლებოდა ეს შეიძლება დროში რა როგორ იქნებოდა ეს ზუსტად არ ვიცოდი, მაგრამ ის რომ რასაც ჩვენ ახლა აქ გავაკეთებთ, აქ რო წარმატება იქნება, ეს გატანადია და შეიძლება რომ ეს გახდეს საერთაშორისო, ამას ვხედავდი. ზუსტად როგორ გავაკეთებდი მთელს ამ გზას, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. და არასდროს არ ჩანს, არავინ არ თქვას, რომ აი წარმოიდგინე, რომ ტყის დასაწყისში ხარ, ბილიქს ხედავ და იცი, რომ კომპასი გააქვს და იცი, რომ სადღაც იქ კარგი სახლი გელოდება რა. მაგრამ მთელ გზას ტყის დასაწყისში და იქამდე ვერ ხედავ. რას მიყვები შენს კომპასს და ბილიქს, ხო? შეიძლება გადაუხვიო, გასწორდე, გამოსწორდე კომპასით, ხო? შეიძლება კომპასის გაგიფუჭდეს მე მაგრამ ხო, ანუ ხო შეუძლებელია რომ მთელი გზა დაინახო დასაწყისიდან ბოლომდე. ძალიან ხშირად ზუსტად ეს აფერხებთ ხოლმე ადამიანებს რომ დაიწყონ ბიზნესი და სულ მაგას ვეუბნები რომ თავარია გქონდეს ხედვა, იცოდე რას აშენებ, წარმოსახვაში გქონდეს, ოცნებაში, სიტყვა ოცნება არ უყვართ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ამ კონტექსტში, ანუ ეს არის ის რაც უნდა წარმოისახო, ხო? და მე უკვე უნდა იცოდე როგორ დაიწყო. და რაც თავარია პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა. აი ამ ბილიქზე უნდა დადგე. თუ ეს პირას იდგები და იძახი რომ აი მე მეშინია ტყეში, აი წავა ეს გზა მივა, ეს გზა ვერ ვხედავ ბოლომდე ამ გზას. რამე რომ მოხდეს, მგელი რომ შემხდეს, ხო, ანუ მაშინ ვერასდროს ვერ გაივი. ხო და აი ეს ცოდნა პირველი ნაბიჯის გადადგმამდე უნდა გქონდეს თუ აი ამ პირველ თავარია გამბედაობა მოიკრიბო და ეს პირველი ნაბიჯი გადადგა და ნუ ცოდნაში შენალვათ იგულისხმება ზოგადად რაღაც პროფესია და ის ცოდნა რაც დაგეხმარება ამ საქმეს. ნახე, ხედვა ვთქვი, ხედვა ნიშნავს აი მართლა რა არის ის საუკეთესო შედეგი რაც მინდა რომ იყოს, რისთვის არსება. აი რა საერთოდ რატო ვიკლავ თავს? თუ ამას ფულისთვის ვაკეთებ, ეგეთი ბიზნესებიც არის, რომ მე მინდა რომ შემოსავალი გავზარდო. რა არის უფრო მოკლე გზა. მაგრამ არიან კიდე სხვა ტიპის ბიზნესმენები, რომლებიც ქმნიან ფასეულობას და არა მარტო არ ფულს კი არ აკეთებენ მარტო. ანუ ეხლა არც ერთი ბიზნესი არ ითვლება წარმატებულად თუ ფულს არ აგენერირებს და მოგებას და დოვლაც არ ქმნის და მოგებას არ აგენერირებს. ამას კი არ გულისხმობ, რომ იმათ ფული უნდა და ამათ ფული არ უნდა. ამას არ გულისხმობ. უბრალოდ ვიღაცას არ აქვს ეს დიადი ხედვები და უბრალოდ იცის, რომ აქ არის რაღაც შესაძლებლობა, რომელმაც შეიძლება რაღაც დოვლათი შექმნას, კეთილდღეობა მოუტანოს და ოკეი, ეს ამბავი ანუ ჩვეულებრივი ამბავი შეიძლება ეს იყოს, მაგრამ თუ რაღაცა ის დიდებული რაღაც შექმნა გინდა, რომელიც შენს მერეც გააგრძელებს ცხოვრებას და იარსებებს შენს გარეშეც, ანუ იდეა, რომელიც შენზე უფრო დიდია, ეს კიდე არის სხვა მიდგომა რა, ხო? აი აქ შენ ამისი ხედვა, იმაშიც გჭირდება რაღაც ხედვა, რომ აი რა არის კარგი შედეგი, ანუ რა შესაძლებლობას ვხედავ, რა უნდა იყოს. და მე რა თქმა უნდა, როგორ დავიწყებ, რა ცოდნა მაქვს, რა მაკლია ამისთვის, ვინ მაკლია, რა კომპეტენცია მაკლია ამისთვის, რა რესურსი მჭირდება ამისთვის. რა თქმა უნდა, ეს ფიქრები მოდის, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ მთელ გზას ვერ დაინახავ. 5 წლის მერე
და ის ოცნებაც ის კი არა რომ მაინც ფორმა ჰქონდეს. ახლა მაშინ ზუსტად კი არ ვიცოდი რომელ ქვეყნებში ვიმუშავებდით და რომელ კონტინენტზე ვიმუშავებდით, მაგრამ იდეა იყო რომ ისეთი ძვირფასი და ისეთი მასშტაბირებადი რაღაც უნდა გაგვეკეთებინა, რომლის გატანა შესაძლებელი იქნებოდა საერთაშორისო და არსი რა პრობლემას წყვეტდა, რა სიკეთე მოქონდა ჩვენი კლიენტებისთვის და რატო შევიქმნით საერთოდ და რას უნდა ვემსახუროთ, ეს იყო რაც მთავარი ყოველთვის ღუზასავით გვასწორებდა და არჩევას გვაკეთებინებდა. სწორად მივდივარ თუ არ მივდივარ სწორად და დანარჩენი უკვე არის გზა რა და გამოცდილება პროცესი. და შენ რა ახსენებ ეს პირველი ნაბიჯი და გადადგმა და ეს გამბედაობა არის საჭირო ამისთვის. შენ პირადად შენ რა შიშები გქონდა ამ დროს? არა ის რომ აი სხვა რას გეუბნება რომ რა სისულელე არ გამოგივათ მაგას მეუბნებოდი, მაგრამ როგორც კი, გითხარი არ რაღაცა ხო, ამას არ უსმენდი. შენთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი, ეს ძალიან კარგია. რატომ ჩემ პარტნიორებს ჯეროთ. ანუ ერთი ადამიანის იმ ადამიანს. აი სულ მარტო რომ ყოფილიყავი, არ ვიცი გავბედავდი თუ არა, სიმართლე გითხრა. ალბათ ჩემი გიჟური ხასიათიდან მაინც გავბედავდი, მაგრამ მეტი ფიქრი დამჭირდებოდა და მაინც უდიდესი ძალა, აი ერთ ადამიანს მაინც უჯერა და იტყვის რომ გამოყვები მაგ იდეაში და ოკეი, ვცადოთ, ეს არის ძალიან დასაფასებელი, ძალიან და რა ვიცი, რა დროც არ უნდა იყოს, ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამის. და შენი პირადი შიშები რა ქონდა, რაც შემდეგ გადალახე, მაგრამ რაც აი გღრნიდა რა, რომ აი რაღაცა ეს ხო შეიძლება მოხდეს, კი, მაგრამ გაამართლებს, ეს გასაგებია, რამ ხوار იყო ისეთი რაზეც აი სხვისთვისაც გაზიარებაც კი არ შეგეძლო იმდენად რაღაც შემოფერხებელი იყო იმ მომენტში. არ მახსენდება, იცი, აი როცა გადავწყვიტე, არც ერთი შიში იქ აღარ მქონდა. გადაწყვეტამდე შეიძლება იყო ეს ფიქრები. მაგალითად, რო ვერ გამოვიდეს, ოკეი, სამსახურს ვიშოვი. რომ აი რა უნდა დამემართოს, ვერც კი ვიხსენებ ხა. ოკეი, ანუ წარუმატებლობის არ მეშინოდა რა. აი იყო ერთ-ერთი მთავარი. არ გამოვიდოდა და არ გამოსულიყო. უარესიც გვინახავს. უკვე მქონდა ეგეთი გამოცდილება, როცა ვცადე და არ გამოვიდა. 1-2 ხარ მაღაზია და ხარ და უი გამახსენდა კიდე ყავის ბიზნესში. მართლა. რა ვცადე. ხო, ესეთის გარდა კიდე სხვაგან მე ბევრი სხვა წარმატებული кейსიც მქონდა რაღაც ტურისტულ კომპანიაშიც, სამშენებლოში, მიკროსაფინანსოში, ანუ ესეთი სერიულ ინტერპრენიორს ვეძახ ჩემთან სხვადასხვა იმაში ან აქციონერი ვიყავ, მაგრამ ეს არის ბიზნესი და საქმე, რომელსაც მე თავი მიუძღვენი და დანარჩენში მე უფრო ინვესტორი ვიყავი, ან დროებითი, ან აი ესეთი. ამიტომ წარუმატებლობა ბიზნესში ჩემთვის არ იყო. რა თქმა უნდა, მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ იმ ხელა არ იყო ეს შიში, რომ გავეჩერებინე რა. რას ვიზამ, როგორ ვაჭმევ ჩემ შვილებს და ასე შემდეგ, როცა ეხა ხელფასი არ მექნება, აი რა მაძლევდა იცი რწმენას, რომ შიერს არ დავთ. აი რა ვიცი, მარტო რომ დავრჩი და უმუშევარი ვიყავი, რომ გამქორწინდით. და სულ მეუბნებოდნენ, რომ აი ერთ-ერთ სხვა იმაშიც პოდკასტშიც მოყევი ეს ამბავი, მეუბნებოდნენ, რომ ჯერ სამსახური იპოვე და მარტო რომ უნდა გააკეთო და ნუ მე ვთქვი, რომ რა მომენტშიც მე უკვე ეს გადავწყვიტე და მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვეღარ ვიცხოვრებთ ჩვენ ერთად. ძალიან არაკეთილსინდისიერი არის ჩემი მხრიდან, რომ დავრჩეთ ბილად, სანამ მე სამსახურს ვიპოვი და მე გავაკეთე. შეიძლება უტვინობა ვქენი, არ ვიცი ხა ეგ რაღაც პრაქტიკული მხარეც. ჩემი მხარდაჭერა ხა შიმშილით, ანუ აი ვიცოდი, რომ ყველაფერს ვიზავდი, რომ ანუ აი ეს რწმენა, რომ არ დამლაგებლად წავიდოდი, რა ყველაფერს გავაკეთებდი, რომ შიერი არ დარჩენილიყო და თუ ეს ბარიერა ვაიმე მე ახლა უმაღლესი დავამთავრე და რა ვქნა, ანუ ინტერვიუერად მუშაობდი. მე სანამ ამ ბიზნესს გავაკეთებდი, კარზე ვაკაკუნებდი და ინტერვიუებს ვატარებდი, რომ ჩემი შვილისთვის საჭმელი მომეტანა და ამიტომ აქ ჩემი პარტნიორი დამლაგებლად მართლა მუშაობდა თავის დროს. კი ისტორია შევარდნაძეს როგორ დააფერთხა თავზე. ტურისტი. მაგრამ ანუ ამ გამოცდილების ხალხი ვიყავ, აი 90-იანებში ბევრი დასაკარგიც არაფერი მქონდა რა. შეიძლება ეგეც იყო ხა არ ვიცი. მოკლედ არ მქონდა ესეთი შიშები. შვილს მშიერს არც ერთ შემთხვევაში არ დატოვებდი, რომც აი უკან გზა არ მქონდა, უნდა გავაკეთო. არ მესმის რა ვქნას. აი ეგ კი არა ზოგჯერ
მეუბნებიან რომ ზედმეტად მკაცრი ხარ აი რომ იძახე რა ვქნა არ შემიძლია რას ნიშნავს არ შეგიძლია ვერ ვიგებ რას ნიშნავს რომ არ შეგიძლია რომ შვილის გულისთვის წახვიდე და სახლი დაალაგო ტაქსით იმზე იმუშაო შენი ნებისმიერი სხვა რესურსი ან კომპეტენცია გამოიყენო აი არ მესმის და ამიტომ ეს რომ მე შევძლებ ეს იყო ძალიან დიდი ძალა. შენ მე მგონი სხვა ქალებისგან განსხვავებით არც ის გქონდა, რომ აი ჯერ არ ვარ მზად ერთი წუთით, აი ორი თვეც, სამი თვეც და მე. არასდროს არ ხარ მზად. როცა დავიწყე, მაშინაც არ ვიყავი მზად. ანუ ეგ მაგას თუ ელოდე, არასდროს არაფრისთვის ყველა ჩემი დაწყებული საქმე არის, რომ ვიცი როგორ დავიწყო, დიდი სურვილი მაქვს, ვიცი რატო ვაკეთებ ამას და მე უკვე ნუ თუ არ გამოვა რა, ვისწავლი რაღაცას ახალს. აი რა უნდა დავკარგო. დაკარგვაზე თუ ვიძახეთ, ანუ არ წარმოიდგინოთ ის მე მინდა რომ მსმენელმა კარგად გაიგოს, რომ მე ვინმეს მოუწოდებ, რომ თავით გადაეშვას დიდ რისკებში. ანუ რისკსაც ისეც ვწევ, რომლის ამწევიც ვარ. ემოციურად, ფინანსურად, აი რომ ვიძახდი, რომ ჩემ შვილს როგორ ვაჭმევ თუ რაღაც არის. ანუ თუ ისეთი დრო დადგებოდა, რომ მე ვერ ვუზრუნველყოფ ამ ჩემი ბიზნესით, მზაობა მქონდა, რომ მაშინ უნდა დავიმატო, ან რაღაცა სხვა გავაკეთო, ორმაგად ვიმუშაო. ანუ მაგრამ იმაზე, აი თქვა ნებისმიერ ინვესტიციას, რომელსაც ვაკეთებდი, რომ არ იმუშაოს და არ გამოვიდეს, მე ანუ ძალიან ხშირად ბიზნესი იწყებენ, გარანტია უნდა მისცე, რომ ის იმუშავებს. ხო, ეს არ არის ინტერპრენიორშიპი რა და ბიზნესმენობა ნამდვილად. ხათ ხდება ეგრე ხარ, რომ ხო, აი მე ფული ჩავდე და დამიკარგეს სიტყვაზე. ანუ ძალიან მოემზადე ანუ იყავი ყველაფერი გაკეთე რომ გამოვიდეს, მაგრამ მზად უნდა იყო იმ დანაკარგისთვის. ამიტომ ეს რაღაცნაირად ფუნდამენტში ვედევს, რომ ეს რისკი არის და რამდენის აწევა შეგიძლია ემოციურადაც მათ შორის, რომ აი ამ წარუმატებლობას გადავიტან, ამ ფულის დაკარგვას გადავიტან, ანუ იმაზე მეტი არ უნდა გააკეთო, რისთვისაც მზად არ ხარ, რა თქმა უნდა და დანარჩენი გადაიტანე ისე და გაძლიერდები. ისწავლი იმ ფასად. ძალიან დიდი ფულიც დამიკარგავს. ვისწავლე ჭკუა იმ ფასად. ესე იგი ეს ფული მჭირდებოდა იმ ჭკუის სასწავლებლად, კი. შენ ამ წარმატების გზაზე შენი თავიდან შეგიქმნია? აი reinventions რო ეძახიან. თუ აი რაც იყავი, ბოლომდე იმით მიდიოდი. Reinvention კი არა, აი მეს მგონია, რომ სულ პირიქით აი ვაშორებ აი თიხას იმასავით, იმას რაც არ ვარ. ვიდრე имас რომ რაღაცა ახალს ვქნი. რაც არ ვარ, ის უნდა მოვიშორო. პირიქით შეიძლება უფრო ზედმე, აი მაგალითად კაცივით ვიცვამდი და არ ვიყავი ხო კაცი. დამაჯერე. ანუ რაღაც ან ისეთი ქცევა მქონდა, რომელიც ჩემთვის ბუნებრივი არ იყო, ხო? იმიტომ რომ მეგონა რომ ეს არის წარმა ამ შემთხვევაში მომისმენენ, ან ამ შემთხვევაში იმიტომ რომ კაცებთან მქონდა. ხო, ნუ ხა არგუმენტი მილიონია შეიძლება რატომ, მაგრამ მე იმას ვამბობ, ან ასე უნდა მართვაში ესეთი თუ არ იქნები, არ დაგიჯერებენ, ან ასე თუ არის, ანუ ეს წარმოდგენები, სტერეოტიპები რაღაცები, რაც აი მართვის სტილი ასეთი უნდა იყოს, თუ ასეთი არ ახარ როგორ უნდა მართო იმითი რომ ანუ სხვა რამდენი ადამიანიც არის იმდენი სტილია მართვის, იმდენი კეთების, საქმის კეთების იმდენი გზა არის და წარმატების იმდენი გზა არის. და ამიტომ მე წარმატებასაც ვერ დავარქმევ იმას, როდესაც შენ თავზე უარი უნდა თქვა იმისთვის, რომ რაღაცა მიიღო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი სულ უფრო და უფრო ჩემს ნამდვილ მესთან რაც შეიძლება ახლოს მივიდე, ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა. ხო და აი ამ გზაზე რომ შენ თავს მიუახლოვდე და ნამდვილად ის იყო რაც ხარ. შენ რა დაგჭირდა შენი ფსიქიკის რა ასპექტების განვითარება დაგჭირდა, რომ აი მიუახლოვდე შენ თავს უფრო მეტად. ხო, ნუ თითქოს ისეთი მარტივი ნათქვამია რომ იყავი რა ვინც ხარ, მაგრამ ზოგჯერ ვერ არჩევ ადამიანი რა არის ნამდვილი შენი ნაწილი და ის რაც თავს მოხვეული მოსაზრება არის. ეს იქნება აღზრდით, ეს იქნება ტრამვული გამოცდილებით, ეს იქნება საზოგადოებით თუ ასე შემდეგ. და ამიტომ
რეფლექსია, საკუთარ თავის შესწავლა, საკუთარი ემოციების, ფიქრების შესწავლა, ანალიზი, მხარდაჭერა, რა ვიცი, უამრავი პროგრამა, ფსიქოლოგი, კოუჩი რა ყველაფერი სულიერი მამა შეიძლება ყავდეს. ანუ ნებისმიერი რამ რაც შენ გეხმარება, რომ შენ თავთან ახლოს მიხვიდე და ვინ ხარ შენ სინამდვილეში, რა არის შენი ნამდვილი სიძლიერე. ზოგჯერ მაგასაც მილაპარაკია ჩემს ახლობლებთან, რომ ზოგჯერ გონია, რომ რაღაცა დიდებული უნარი მაგალითად რაღაცა ძალიან რომ უნდა ურთულესი ამ დროს ყველაზე მარტივად რაც გამოგდის აი მაგალითად მე მეუბნებიან რომ კარგად ვლაპარაკობ და სულ მეგონა რა არის ახლა ლაპარაკი მაგრამ ესე იგი ეს არის ამაში არის რაღაც რაც ჩემი ძლიერი მხარეა და მე ამას არ ვაფასებ იმიტომ რომ წყალივით რომ მოდის და შემიძლია ნებისმიერი სხვა რამე აი აიღეთ ვიღაც მათემატიკაზე ამ რა უნდა ამის გაკეთება აი რაზეც მოგდის რა უნდა ამის გაკეთებას და სხვები ამაზე გეუბნებიან ვაუ რა მაგარია რომ ამას აკეთებ მართლაც ეგ არის შენი სიძლიერე რომელსაც ძალიან ხშირად ვერ აფასებ და გინდა რომ ვიღაცას გავდე რომელიც შენ შეიძლება მოგწონს მაგრამ შენ არ ახარ რა და გონია რომ ის რთული რადგან არის ძლიერი ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამას მიაღწიო ამ დროს შერაც ეს უნარი გაქვს თანდაყოლილი, რომელსაც კი განავითარებ. განავითარე შენი ძლიერი მხარე. მე იმას კი არ ვიძახი, რომ სუსტ მხარეებზე არ იმუშაო, რა თქმა უნდა, ხა ცალმხრივად არ უნდა განვითარდე, მაგრამ მე ღრმად მჯერა, რომ სიძლიერეებზე დააშენო შენი მიღწევები, ბევრად უფრო ბუნებრივია, ვიდრე მთელი ცხოვრება ებრძოლო შენი სისუსტეების იმ სიძლიერითაც შეიძლება დააკომპენსირო რაღაცა ან სხვა ადამიანებს რომელსაც ის უნარები აქვს იმითი დააკომპენსირო ეს ზუსტად იმ ადამიანს გუნდში არის აუცილებელი რომ ყველაფერში შენ გქონდეს სხვათა შორის აღზრდაც ეგ არის სწორი აღზრდა ეს არის რომ ბავშვს კი არ უნდა ეჩიჩინო რომ აი ის რაღაცები რაც არ გამოსდის აი როგორმე დაახელოვნოს როგორც მისმა კლასელმა არამედ რაც ბუნებრივად გამოსდის რისი უნარიც აქვს იმის საშუალება მისცე რომ ის განავითაროს და არ შეზღუდო ამ ზედმეტი რაღაცების ჩატენვით გეთანხმები ხშირად აი მაგალითად მეორე შვილებს აქვთ ხოლმე ეს ხო რომ აი უფროს რო ადრიან რომ ის ასე სწავლეს და შეშვებოდა ამას თავის გზა აქვს ეს ამაში იყო მაგარი მაგრამ ის ამაში რა მიდდა შეადარება აღიარება არა აქვს ამ მეორე ბავშვს ხშირად იმის გამო რომ ისეთი ზუსტად იმ გზას არ გადის რასაც პირველი შემშვილებზეც იგივეს ვიტყოდი აბსოლუტურად ხო ეს შედარება რომ ის კარგია მათემატიკაში და ეს კარგია ფეხბურთში რა სიზავ ახლა მივცეთ ყველას თავის მე ზუსტად ეს ანუ ჩემი მეორე ქმნიდა შესანიშნავ რა მუსიკასაც ნაწარმოებს წერდა ფანტასტიკურად შემოქმედებით იყო რა კინოებს იღებდა და მათემატიკა არ არის ანუ ჩვენ ესე გავგზავნეთ და ფიზიკოსების და მათემატიკოსების ანუ ოჯახში ანუ ბიძა მამი და ბაბა მამი და მამა და რა მოკლედ ყველა დეიდა ყველა მყავდა ფიზიკოსი ფაქტობრივად და ანუ თუ მათემატიკა არის არ ვარგოდი ეს საბჭოთა აღზრდაში იყო სხვათა შორის ეს და ანუ რა ვიცი, ესე იგი გენიალური მწერლები დებილები ყოფილან, ხო? მაინდა-მაინც თუ ესე იგი 10-იანი არ ქონდათ ამ იმ დროს 5-იანი მათემატიკაში. ხო, მოკლედ ჯერ ესეთი Covent Garden-ს აქვს ესეთი, ანუ უნარიანობა არსებობს მრავალი. არ არის აუცილებელი ინტელექტუალური იყოს. სხვა უნარიანობებიც არსებობს, სივრცითი, ენობრივი, მოტორული და ასე შემდეგ. და ვისაც რა გამოსდის და რაშიც არის ძლიერი, იმას და ინტელექტიც ათასნაირი, ანუ უნარები ინტელექტუალურიც ძალიან ბევრია. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და მაგაში ნამდვილად გეთახმები რომ სწავლიდან და ბავშვობიდან აღზრდიდან უნდა მიაგდეს მაგას ყურადღება. ეხლა ისე შენი წარმატების ასე ვთქვათ გზას რო დაუბრუნდეთ, არ ქონია აი ამ წარმატებების დროს ესეთი განცდა რომ კი მაგრამ მე ბედნიერი არა ვარ. კი ვარ წარმატებული, კი მივაღწია ის ხედვა რაც მქონდა, კი ვუახლოვდები, მაგრამ თავს არ ვგრძნობ კარგად. რა თქმა უნდა მქონია. და რამდენჯერმე იყო ეგეთი მომენტი და ზუსტად ეგ არის ის მომენტი, როცა მე უნდა გავჩერდე და ფოკუსი გადმოვიტანო კომპანიიდან ჩემ თავზე. და ეს შეიძლება კიდე დამიდგეს ეგეთი მომენტი. ანუ არის ეტაპი, როდესაც შენ მთლიანად საქმეში ხარ, რეალისტები, კარგად ხარ, აი ფლოუში ხარ, ასე დინებაში ხარ და ბედნიერი ხარ ამისგან. არც ის გადარდებს ღამე გეძინა თუ არა, შაბათი იყო თუ არა და კვირა იყო თუ არა და ასე შემდეგ და ამაში კარგად ხარ, მაგრამ არის მომენტები და თუ ესეთი რამ არის, ახლა ერთ დღეს და ერთ წუთს არ ვთვლი, მაგრამ რაღაც პერიოდი რომ
იცი რა, თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ კარგად არ ხარ, ის დრო არის, რომ შენ თავზე გადმოიტანო, რომ რა არის არა გარემოში და ძალიან ხშირად ადამიანები იწყებენ ტექტონიკურ ძვრებს გარშემო, რომ შეცვალონ ეს, შეცვალონ ის, სხვა ქვეყანაში გაემგზავრონ. ყველაფერი შეცვალონ, გარდა იმისა, რომ კონცენტრირდნენ საკუთარ თავზე. და მე ეს ნამდვილად ყოველ შემთხვევაში აქედან ეს ვიცი და ვიწყებ ხოლმე. ეს მარტივი პროცესი არ არის, შეიძლება თვეები გაგრძელდეს, შეიძლება წელიც გაგრძელდეს. იყო ეტაპი, მე საერთოდ გამოვიწიე კომპანიიდან და სადღაც წელიწადზე მეტი 2 წელი ვიყავი 2013-14 ეს კოუჩინგი მაშინ აღმოვაჩინე მაგალითად. აი მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ახლის კეთება ძველიდან არ მოვიდოდა, კიდევ რაღაც ახალი უნდა მესწავლა და დავიწყე ხან იმის სწავლა, ამის სწავლა, მე MBA გავაკეთე, მოკლედ აი სულ გადავედი, იმაში რაღაცა უნდა ვისწავლო, რომ თუ მინდა რომ ახალი რაღაც შევქმნა. კონცენტრირე ჩემ თავზე, მე ჩემ სურვილებზე, მე რა მინდა რა. ანუ ამის გარეშე აი მთელი სისტემა, თან თუ შენ პირველი პირი ხარ, მთელი სისტემა იწყებს რყევას, იმიტომ რომ შენი რეზონანსი დიდია. და შენ თუ ცუდად ხარ, შენი გუნდი და შენი კომპანია კარგად ვერ იქნება. ოჯახიც. ხო, არის დრო, როცა შენი 100% ყურადღება შენს ოჯახს სჭირდება და აი მე ვფიქრობ, რომ როცა ვლაპარაკობთ ბალანსზე და ვლაპარაკობთ საქმის და ოჯახის და მის ბალანსზე, ბალანსი არასწორად ესმით ხოლმე, რომ ეს უნდა იყოს თანაბრად განაწილებული. ბალანსი არის ჰარმონიაში ყოფნა ჩემთვის და სადღაც შეიძლება 80% დრო აქ იყოს და 20 აქ, მაგრამ თუ ეს ჩემთვის მე ამაში კარგად ვარ და გარემო ჩემი კარგად არის, იმიტომ რომ ჩემი კარგად ყოფნის ნაწილია გარემო. მე კარგად ვარ და ჩემი ქმარი ცუდად არის, მე კარგად ვარ და ჩემი შვილები ცუდად არის. ეს ნამდვილად ხო არ არის, ხო? ეს რა ქვია, კარგად ვერ ვიქნები. ხო, ეს ქალის, ეს კითხვა თალკე მქონდა, მინდოდა დამესვა შენთვის, რომ ეს ქალების, თანამედროვე ქალის მთავარი პრობლემა რა არის, რომ რა თქმა უნდა, ქალს უნდა რომ იყოს დამოუკიდებელი, შემდგარი, რეალიზებული და მეორე მხარეა ეს ოჯახი და ბევრი იჭედება, ანუ ვერ აქცევენ სათანადო ყურადღებას ოჯახს. ან არიან ქალები, ვინც პირიქით ოჯახში არიან გადაშვებულები და საქმეში ვერ რეალიზდებიან. და აი ეს ბალანსი, რაზეც შენ ლაპარაკობ, ზუსტად ეგრე. ხო, მაგრამ ძალიან რთულია, მე ესე ვიტყოდი. ძალიან რთულია რეალობიდან გამომდინარე. ეხლა მე ვუყურებ, ჩემი შვილი ცხოვრობს ორივე ჩვენ 4 ყავს ჯამში, მე და ჩემს მეორე მეუღლეს და ჩემი მხრიდან შვილები მოკლედ ბერლინში ცხოვრობენ. და მე რო ვუყურებ მათ ურთიერთობას, როგორი აქვთ 4 წელი ერთად არიან, რა ვიცი, ერთ სახლში ცხოვრობენ, ჩემი უმცროსი მაგალითად თავის მეგობართან ერთად. აბსოლუტურად სხვა მოდელი არის ცხოვრების, ვიდრე ჩვენ აქ გვაქვს. რა არის განსხვავებული? მაგალითად ჩვენ გაგვზარდეს ისე, რომ სახლის საქმე შენი საქმეა, რომ მამა ეხმარება თურმე შვილის გაზრდაში. კარგი მამა ცოლს ეხმარება. ანუ აი ეხა რომ ვაცნობიერებ რა ჩაგვიდეს თავში და ყველაზე წარმატებულ და აი რო შეხედავ, რო გონია, რომ აი ისეთ ისტორიებს ვისმენ და ისეთ რაღაცასთან მაქვს შეხება, როგორი წარმოუდგენელი სიტუაცია შეიძლება იყოს სახლში, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს მისი მდგომარეობა სახლში და საჯაროდ. გაოცდები, როგორ წარმატებულ ქალებს შეიძლება ქონდეთ უდიდესი გამოწვევები სახლში. იმიტომ რომ აი ეს აღზრდა ჩვენც ესე გაგვზარდეს და ჩვენი მამაკაცებიც ესე რაღაც მოლოდინებით, რაღაცა წესებით, რომელიც უკვე აღარ მუშაობს. და იმ მოცემულობაში, სადაც ქალი ძალიან წარმატებულია, კაცმაც არ იცის რა გააკეთოს ამ მოცემულობაში და ამ ქალმაც არ იცის რა გააკეთოს ამ მოცემულობაში, იმიტომ რომ ეგ სცენარი არ უსწავლებიათ ჩვენთვის. კი ბატონო, ქალი შეიძლება ყოფილიყო მასწავლებელი, რაღაც ექიმი, დიდი დატვირთვით არა. ხო, ანუ მე ვლაპარაკობ ხა თანამედროვე ახალგაზრდები, მე მჯერა როგორც ჩემი შვილები შეიძლება ხა ბერლინშია თუ თბილისშიც ეგრე იყოს, მე უბრალოდ არ მაქვს ხა მაგასაკი სხვა ადამიანებთან ასე შეხება, პირად ცხოვრებასთან ესე შეხება.
იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც ესე ხდება, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება არის. მე რა მიმაჩნდა, რომ ნორმალურია და რა მიაჩნია იმას ნორმალურია. მე წლები დამჭირა მიხვედრილიყავი, რომ იცი რა არის, სახლის საქმე შეიძლება გაყოფილი იყოს. ანუ მართლა მეგონა რომ უნდა ვიყო 9 ფაზიანი ქალი საქმეც იმაშიც მე ყველაფერი უნდა ვაკეთო გადასარევი კულინარი ძალიან სექსუალური უნდა იყო თან უნდა საჭმელი აკეთო თან ბიზნესში ფული უნდა აკეთო თან საჯაროდ უნდა გამოხვიდე ხო ანუ ეს ძალიან ბევრია რა ძალიან ბევრია თუ მხარდამჭერი გარემო არ ყავს და პირველ რიგში მე ვფიქრობ რომ ჩვენ ქალებმა უნდა გავაცნობიეროთ რა რეალობაა და მამაკაცებსაც მე მოუწოდებდი რომ გადააფასონ რეალობა, იმიტომ რომ ბიზნესში ხარ თუ არა ხარ, ქალები ძალიან ბევრს უკვე შრომობენ, ძალიან ბევრი მენეჯერულ პოზიციაზე, ძალიან ბევრი, ანუ მომუშავე ქალები აქტიურად და ძალიან გაიზარდა რიცხობრივად, ხო? დიასახლის ქალები დღესაც არიან, მაგრამ ძალიან გაზრდილი არის იმ ადამიანების ქალების რიცხვი, ვისაც დოვლათი შემოაქვს ოჯახში და ზოგჯერ მამაკაცზე მეტიც. მაგრამ სიტუაცია ეს შეიძლება აგრესიის საფუძველი გახდეს და არა დაფასების ოჯახში. და მე ვფიქრობ, რომ მამაკაცებმაც უნდა ისწავლონ, რომ ამ რეალობაში როლი მათი სხვანაირია, რომ ეს პარტნიორი ხარ, თანაბარი პარტნიორი ხარ, მფარველი მამიკო აღარა ხარ შენი ცოლის და ის ვინც ერთადერთი ესეც ძალიან ტვირთი იყო მამაკაცებმა რომ მიხვდნენ. მე ვიტყოდი რომ მამაკაცებმა ეს რო გაზრდონ ცოტას ამოისუნთქავენ კიდევაც, იმიტომ რომ აი ეს როლი ტვირთი რომ მარტო შენ უნდა იყო, შენ უნდა არჩინო და გავარდნილი უნდა იყო და შვილზე დაეხმარო ყველაფერს ქალი გააკეთებს სახში და შენ უნდა ინადირო. გავიდა ეგ დრო. შენ შვილს ჭირდები მამა გვერდზე, შენც უნდა წაიყვანო ცეკვაზე, სპორტზე, უნდა ელაპარაკო, უნდა ურთიერთო, უნდა კი არა, გინდა. ჭირდება პარტნიორი. ცოლისთვის პარტნიორი ხარ, რა თქმა უნდა. პარტნიორი ხარ. და არა მარტო მონადირე. არა მფარველი, ხო? არა მფარველი. პარტნიორი და პარტნიორობა მხარდაჭერას მოიცავს, მაგრამ არა მფარველობას და შენ უჩემ, ანუ ეს ხო ნიშნავს, რომ მე ძლიერი ვარ, შენ სუსტი ხარ. ამ მოდელიდან უნდა ამოვიდეთ და პირიქით მე ვფიქრობ, კაცებს პირველი უნდა ქონდეს ეს ინტერესი, როგორზე მართლაც რო იყოს ისე რომ ერთხელაც შანსი არ ქონდეს რომ იმუშაო. ერთ ჩამოხლის საშუალებას თუ არ მისცემ, შედო ამოწყდები ერთხელ. ბათაშერის რაღაც კვლევები წავიკითხე მე და ანუ ბოლო თანამედროვე რაღაც ბოლო 20 წლის იყო თუ აღარ მახსოვს. ესე იგი უფრო ხშირად მოხდა ის რომ ქალი გავიდა სახლიდან მუშაობს და კორპორაციაშია და მენეჯერია შეიძლება თქვი, მაგრამ კაცები არ შემოსულან ოჯახში. ანუ ისევ ქალზე არის დატვირთული. ეგ მარტო ქალზე კი არ არის, უარეს კეტყვი. ბავშვები არიან ორივე მშობლის გარეშე. ხო, აი ზუსტად. ეგ კიდევ ცალკე ტრაგედია არის, რომ ისეთი დატვირთვით უწევს და ანუ მხარდაჭერის სისტემები აღარ არსებობს, ბევრი ოჯახი, ანუ ეს კარგიც არის, მაგრამ თავისი თამდევია რომ ცალკე ცხოვრობს. ხო, ადრე ხა ერთ ოჯახში ბებია არსებობდა და ანაცვლებდა ფუნქციურად, ხა დედას ვერ ანაცვლებდა, მაგრამ რაღაც დედის როლ, მამის ამ ფუნქციებს რაღაცნაირად ითავსებდნენ. ეხა ეს და ფაქტობრივად მარტო იზრდებიან ეს ბავშვები ხშირ შემთხვევაში. ან ძალიან ცოტა დოზით. და თან დედა დაღლილი, რომელსაც მართლა კიდე სხვა რამე თუ უწევს, მართლა არანაირად არ აქვს მას ემოციური რესურსიც კი, რომ კონტაქტი, აი ესეთი ღრმა კონტაქტი და ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. შენ ქონდა ესეთი გამოცდილება? მე მქონდა ეს გამოცდილება, მე მარტო ისედაც მარტო ეხა მე ისედაც განქორწინებული ვიყავი, როცა ბიზნესი დავიწყე და ძალიან გამიცდი მაგ პერიოდს, რომელიც დავკარგე. ჩემ შვილებმა დაკარგეს ის პერიოდი დედასთან. სახლშიც რო ვიყავი, არ ვიყავი რა. ანუ აი მაგალითად თავში ბიუჯეტს ვითვლიდი, იმ კლიენტის ამოცანას წყვეტდი, დე ესე სახით მატერიალებდნენ ხოლმე ხელით, რომ რაღაც და ჩემს უმცროს მაგალითად დროზე მითხარი, საქმე მაგ დროზე მითხარი, ეს ელაპარაკობდა მართლა, ოღონდ რა აი მე დაწყნარდი სალომე, აღარ გვეჩქარება, არ გვეჩქარა, აი ამის გაცნობიერება რო გაიარა, რამდენიმე წელი გაგრძელდა ესე. აი პერიოდი დაარსები და ბიზნეს დაარსებიდან სადღაც ალბათ 4-5 წელი მაინც იყო ესეთი პერიოდი, როცა მე ძალიან დროის თვალსაზრისით კი არა, ემოციური ჩართულობის თვალსაზრისით ამოვარდნილი ვიყავი. ეხა
პასუხისმგებლიანი დედა და მშობელი ყოველთვის ვიყავი და რა ვიცი მეც ძალიან პატარას მეყოლა 19-ის ვიყავი პირველი შვილი რომ მეყოლა იმ მომენტიდან ვიყავი ისეთი პასუხისმგებლიანი მშობელი რომ რა ვიცი ზოგჯერ ვერ შეხვდები 40 წლის ანუ ასაკში ფსიქოლოგიურად შემდგარი მზადი ძალიან ნუ ზოგადად პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ახლა შვილს მithumetes ანუ ეს კი არ მაკლდა რომ შვილს თქვა სათან მაგრამ აი ეს ემოციური ეს სიხარული ურთიერთობის სისულელეების კეთების თამაშის რა ვიცი ეს სიახლოვე დედასთან ფიზიკურიც და ემოციურიც ხო აი ეს პერიოდი ნამდვილად სადღაც 4-5 წელი ბლარია ისეთი რა და ამას მაგრამ აი რა უნდა ქნას ქალმა იდეაში მაინც ვიღაცა დაიჩაგრება აი რაც არ უნდა კაცი დაეხმაროს ოღონდ ისე კი არა როგორც აი ჩაერთო აი თქვა კაცი ჩაერთო ბოლომდე მაინც როდესაც ბავშვი არის თქვა 3 წლამდე მithumetes და დედას უწევს ყოველ დილას 9-ზე გასვლა საღამოს 7-ზე მოსვლა იცი რა არის მე მივხვდი რატომ აქვს სინანულის შეგრძნება აი ეს რო ყოფილიყო რომ აბა სხვა რა გზა არის არც მექნებოდა ხო სინანულის მაგრამ მე მივხვდი რომ არსებობს სხვა გზა აქ არ არის დროის რაოდენობის შესახებ აქ არის ურთიერთობის სიღრმის შესახებ რომ მიდიხარ სახლში აი ზოგჯერ ეხლა ჩემი რუსკას უთქვას რომ მანქანაში გავჩერებული ვარ სანამ სახლში რომ აი ცოტა მარტოობის რაღაც პერიოდი მქონდეს ეს ძალიან კარგი მეთოდია სხვათა შორის იმიტომ რომ შესული არ ხარ თავზე გახტებიან ხო შვილები ვისაც ყავს ცოტა დრო დედასაც ანუ ვიმე ამდენი ხანი სახში ყოფილიყო ბავშვს მოგაჩეჩებენ და შენ ამ დროს აი სამსახურიდან იქამდე რაღაცა 15-20 წუთი მაინც გჭირდება რაღაცა ამოსუნ თქვისთვის ერთი რო შეიძლება ეს წესიც შემოიტანო მე ვფიქრობ და მეორე არის რომ ამ ბავშვთან ურთიერთობა ეს შეიძლება იყოს 9 საათი მაგრამ აი გულსრფელი ერთად წაიკითხეთ ერთად იცინეთ მე იმასაც არ უნდა ახლა დედასთან მუდმივად თამაში თავის მეგობარი ყავს და ეხლა მეგობრები და ეზოში ჩასვლა ნაკლებად არის თავის კომპიუტერი და თავისი ონლაინ მეგობრები მაგრამ იმას ვიცახი რომ ბავშვს მთელი დღე უნდოდეს მარტო იმ შემთხვევაში თუ ისეთი დეფიციტი აქვს რომ აი უკვე აღარ უნდა ანუ ეს მიჯაჭვულობები ეს უკვე სხვა რამის მანიშნებელია რომ ისეთი დეფიციტი ან ისე ეშინია უშენობის რომ გეკიდება მაგრამ ჯანსაღ სიტუაციაში ანუ 9 საათი დღეში ან შემეძლო არ შემეძლო უბრალოდ ჩემ თავს იმ მომენტში მე მივიჩნევდი რომ საქმე არ ანუ ეს არის ეგ არჩევანი მკლავს რაც აი მიჩენს იმ სინანულის შეგრძნებას და სინანულთან ერთად ხა სინანულის ვერაფერს ვერ შევცვლი წარსულს ვერ შევცვლი მაგითი მაგრამ ამან მე მასწავლა რომ მნიშვნელოვანი საკითხები ყოველთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი რა. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ რაც ჩვენთვის ძვირფასია, არ მოიცი, არ დაგელოდება. ნებისმიერი რამე, ჯანმრთელობა, შვილები, მშობლები, რა ვიცი, მოიხედავ და მშობელი აღარ არის. ანუ არ დაგელოდება. გარემო, სანამ შენ გაერკვევი და სანამ შენ ამ საქმეს გააკეთებ. ამიტომ აი ეს და მე ძალიან დიდი სინანულია და უკან ვერაფერს ვერ გადაახვევ. ამიტომ აი ეს რომ ბალანსი იქონია და არაფერი არ მოხდება თუ შენ 1 საათი და 2 საათი შენს კლიენტზე, შენს ბიზნესზე და შენს იმაზე შემოსავლებზე და იმაზე არ იფიქრებ და სხვისი ამოცანების გადაჭრაზე. არაფერი არ მოხდება თუ შენ 1 საათი ამას პირიქით. აი ხა რო დავაკ ამ ქცევის შეცვლა მის მანახა რომ უფრო მეტი ენერგია გაქვს, იმიტომ რომ სადღაც აი აქ კეფაში სულ გაქვს ანთებული, რომ ცუდად იქცევი, რომ შენ შვილს ყურადღებას არ აძლევ, რომ იმ შვილს თუ რა ვიცი, ვინც მშობლებს, ძვირფას ადამიანებს. აი ეს დანაშაულის შეგრძნება ყოველთვის არსება. მე ბრაზი რომ აბა რა ვქნა, მე ეს აგრეს, მე ვაიმე რატო აი ეს პროცესი მოჯადოებული წრე. ხო, ენერგიას გართმევს. ხო, გართმევს რა თქმა უნდა. იმაზე მეც ვიდრე გგონია რომ ტყუილა ხარჯავ ახლა აი ეს დრო არა გაქვს. იმაზე მე დროს გართმევს სინამდვილეში. ხო. ეხლა მინდა მიზნებზე გელაპარაკო. დაგისვა ესეთი კითხვა. როცა ადამიანი დაისახავს მიზანს და თქვათ რაღაც დიდი მიზანი აქვს და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე პატარ-პატარა მიზნებს ასრულებს და ამ პატარა მიზნების ასრულება არ ანიჭებს არანაირ სიამოვნებას. თითქოს არც მომხდარა არაფერი და ეს ავტომატურად აგრძელებს და შეიძლება იმ დიდმა მიზანმაც, რომელსაც მიაღწევს, არ მიანიჭოს არანაირ სიამოვნება. ამ დროს შენი აზრით და შენი გამოცდილებით თუ გქონია რა ხდება, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს მიზანი იყო არასწორი თუ აი რა მოხდა აი ამ პროცესში. ხო, აქ ორივე შეიძლება იყოს.
ხშირად ადამიანები ისვავენ ისეთ მიზანს, რომელიც მათი ნამდვილი მიზანი არ არის, არ მათი არის, ხო. ნამდვილ სურვილებთან და ინტერესებთან, ნამდვილ მესთან კავშირში არ არის. მაგალითად, კარგია საბანკო კარიერა. იგი იყო თავის დროზე მარტო ორი ბანკი ხო. მუშაობდა მეტი ეს დასაქმების ადგილი. ხო, სტაბილური რაღაცა ხო, ხელფასი. საერთოდ არ გინდა რომ ეს, მაგრამ აი ეს არის წარმატების საზომი, ასე გაგზომავენ, ასე არის წარმოდგენილი თქვა საზოგადოებაში, რომ ეს არის მაინდა-მაინც და ამისკენ მიმავალი გზა შენთვის შეიძლება ტანჯვა იყოს, ნებისმიერ მიზნის მიღწევა, არანაირი სიხარული არ მოგიტანოს. თუმცა არის მეორე შემთხვევაც, როცა მიზანი ძალიანაც ღირებულია, მაგრამ ეს არის მე ამას ვეძახი, მე მგონი ჩიქოვარმა დაარქვა ტვინწყობა ქართულად mindset-ი, ხო? ალექსო, ხო და კარგი სიტყვაა მომწონს ტვინწყობა. ანუ არის ორი ტიპის და ამას ხსნი ხოლმე წარმატების მიმართ ორი ტიპის დამოკიდებულება არსებობს. ერთი, რომელიც ანუ რამ მომენტშიც არ უნდა იყოს სუწინი ყურება. ესეთ ჩემ ტრენინგზე გამიკეთებია ეგეთი, ეს რა ქვია, სულ აკეთებდი ხოლმე. ეს 1000 კაცზე მაინც მაქვს ეს ჩატარებული, რომ დღეს თვლი თუ არა თავს წარმატებულად და მარჯვნივ დადექი ის ვინც თვლი, ვინც არ თვლის. და მე ვეკითხები, რომ რატო თვლი, რომ წარმატებული ხარ, ან შენ რატო ჩათვალე, რომ არ ხარ წარმატებული. ხო, არავინ არ იცის რა შემოსავალი აქვს, რა რეალური, ანუ ობიექტური პარამეტრებით, ან რა პოზიციაზე, ან პირად ცხოვრებაში რა ხდება, ხო არავინ არ იცის. ერთი და იგივე შემოსავლების და იმის პირობებშიც რო იყვნენ და ერთნაირ პოზიციაშიც ერთი იძახის რომ ვინც იძახის რომ წარმატებული არ ვარ იძახის რომ მე ჯერ არ მიმიღწევია იმისთვის და ვინც იძახის რომ წარმატებული ვარ ის იძახის რომ მე რა გზაც გამოვიარე საიდანაც დავიწყე იმასთან მიმართებაში ძალიან ბევრს მივახცე ანუ ერთი ზომავს წარსულთან მიმართებაში მის პროგრესს და ეს მეორე ზომავს რაც არ მიუღწევია იმისთვის და შესაბამისად მისთვის არის მუდმივი ეს ტვინწყობა რომელიც მომავალზეა კონცენტრირებული ძალიან სტრესულია და სიხარულს არ ანიჭებს იმიტომ რომ სულიზახა ვირს რო დაუკიდებენ წინ სტაფილოს და მიყავთ აი ესე ანუ რა წერტილშიც არ უნდა მივიდეს იმ მომენტიდან რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს წინ აქვს კიდე უფრო ახალი მიზანი რომელჯერ არ მიუღწევია და შესაბამისად ამით კმაყოფილი როგორ იქნება იმიტომ რომ წინ გაჩნდა და რამე მომენტი შეიძლება არსებობდეს რომ უფრო მეტი რაღაც არ გინდო ან რაღაც ახალი არ გინდოდეს ხო არ არსებობს ეგეთი რაღაც შესაბამისად არც ერთ მომენტში არ არის ის ბედნიერი და მე ამას ჩემ ტყავზე მივხვდი მაგალითად რო ჩავიფიქრე საერთაშორისო კომპანია და პირველად აზერბაიჯანში რო გავხსენით ოფისი ну ეს ჩავთვალე რომ გაგვიმართლა რა გაგვივარდა ახლა ერთი ოფისი მაგრამ მე გავხსენით ყაზახეთში ოფისი და ერთხელაც ყაზახეთიდან მოკლედ იქ სრული ოფისი მოვაწყეთ, ხალხი ავიყვანეთ, კონტრაქტები მივიღეთ და მოკლედ უკან გზაზე ესე ჯერ ყაზახეთში ჩავფრინდებოდი ხოლმე ალმატაში, ალმატოდან ბაქოში და ბაქოდან თბილისში. ესეთი იყო ჩემი გზა. ბაქოში ვარ ჩასული ალმატიდან უკვე რაღაც იქ სტრატეგიული შეხვედრა გავაკეთე გუნდთან და გამოვდივარ ბულვარზე საღამოს ვცერინებ და ვაცნობიერებ, რომ ჩემი ოცნება, რომელიც ჩემს დაანგრეულ ერთ ოთახიანში, აი მაშინ რომ ჩავიფიქრე, რომ ეს საერთაშორისო უნდა ყოფილიყო, ეს ოცნება შესრულდა, იმიტომ რომ უკვე 3-2 სხვადასხვა ქვეყანაში არის რა. და რა გონია, ერთი შამპანური არ გაგვიხსნია. და უკვე ქონდა მიზნები, რომ აბა KPI-ები, აბა მიზნები, აბა რას უნდა მივახციოთ, აბა შფოთვები, რო ვერ გამოვიდეს, რო გამოვიდეს, მე 20 ქვეყანაში უნდა გავხსნათ, მე ანუ და გადარბენაზე ისე, ანუ არანაირი სიხარული ამაში არ იყო. აი ზუსტად ეგ იყო ჩემთვის გარდატეხის მომენტი, მან და მაგ მომენტში აი ეს განსხვავება იმასქენი, რომ ღმერთო ჩემო, სად ვიყავით და სად ვართ? აი ეხლა სად ვართ და იმის მაგერად რომ ვიზეიმოთ ეს სიხარული და ვთქვათ რომ რა ყოჩაღები ვართ რომ აქამდე მოვედით და საიდან მოდის იცი კიდე რომ არ მოვდუნდი აი ამ არასწორი იმიდან რომ აი მე რო ეხლა გამიხარდეს მიზნებს აღარ დავისახავ და რა სისულელია უბრალოდ სტრესში აღარ მისდევ ამას აღნიშნავ ამ წერტილში რომ ვაუ რა მაგარია რომ იქედან აქამდე მოვედი და თუ აქამდე მოვედი კიდე იქაც წავალ პირიქით მეტი სტიმულია და თან აი ეს ლუზერობის შეგრძნება ან შფოთვა რო არ გამოვიდეს უკვე გამოსულია უკვე წარსულთან მიმართებაში რომ გამოსულია წინ რაც იქნება მე იმას კიდე ხელახლა აღნიშნავ
აღნიშნავ და აღარ ზომავ შენს წარმატებას მომავალთან მიმართებაში. მე მგონია რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ ამას გადაეწყობიან ადამიანები ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად ახსენი, შენსავე მაგალითს, ძალიან საინტერესო. ეხლა მე მაინტერესებს შენს ერთ-ერთ გამოსვლას უსმინე, მე მგონი YouTube-ზე, სადაც ამბობდი, რომ შენი ემპირიული დაკვირვებით და ასევე კვლევებზე დაყრდნობით ყველაზე იზოლირებული, გაღიზიანებული, რაღაც უკმაყოფილო და უბედურად თავს გზნობს მართველი, ხელმძღვანელი, შენც ხომ ხელმძღვანელი ხარ. ეს შენ თავზეც შეგიძლია ხო რა თქვა. იმიტომ რომ აი სულ რაღაც ფოთი რომ დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ 20 წლის წინ კი არა შაშან რაც იყო და რასაც უყურებდა ხალხი წელს ის აღარ არის რელევანტური ხო? და შენი დაკვირვებით რატო ხდება ეს? რატო ვერ შეძლეს ამ CEO-ებმა? მოდი ესე ვთქვათ რომ მე ახლა აღარ ვარ მაგ მდგომარეობაში, მაგრამ ვიყავი მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ესეთი მოდი ავხსნი რატო ხდება ეს და მე უფრო მიხვდები ვთქვათ განსხვავება რა არის ჩემი აზრით. მე ვერ ვიტყვი რომ ყველა CEO უბედურია, მაგრამ ანუ ჩემი დაკვირვება რაც იყო ის რომ ანუ CEO-ს გუნდი რა უნდა იყოს, მისი top management-ი, ხო? მაგრამ რო ვეკითხებოდი, ძალიან ბევრს მუშაობ გუნდებთან, top management-ის გუნდთან ბევრს მუშაობ და სტრატეგიულ ვორქშოპებს ვაკეთებ და ეს არის ხოლმე ეს გარდამტეხი მომენტი, რომ ვეკითხები შენი გუნდი ვინ არის და იძახენ, ჩემი გუნდი არის აი ეს, რომელსაც მე ვმართავ. ანუ არ მიაჩნიათ, რომ ანუ თავის გუნდს ეძახიან, გუნდს, რომელსაც თვითონ მართავენ, მაგრამ თავის თავს არ მიაკუთვნებენ CEO-ს გუნდს, ანუ top management-ის კი ფურცელზე კი ძახენ ჩვენ top management-ის გუნდი ვართ, მაგრამ გუნდი როგორც წესი არ არის ხოლმე. და ამ დაკვირვებამ მომცა სხვათა შორის იმ გამოსვლაშიც მაგას ვიძახი რომ ეს არის ჩემი რაღაც აღმოჩენა, რომ პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ წარმოდგენა გვაქვს ძველებური წარმოდგენა, რომ თითო ადამიანი თითო გუნდშია და სინამდვილეში კომპანია შენ მრავალი გუნდის წევრი შეიძლება იყო. შენ ხარ top management-ის გუნდის წევრი, შენ ასევე ხარ მართველი და გუნდის წევრი იმ გუნდის, რომელსაც შენ მართავ, შენ შეიძლება იყო პროექტული გუნდის წევრი, ანუ რა ვიცი, სხვადასხვა რაღაცა ინოვაციური გუნდის წევრი და სხვადასხვა მოცემულობაში ერთ და იგივე კომპანიაში სხვადასხვა გუნდის წევრი უნდა იყო და აი ეს გაცნობიერება რატო არის CEO მარტო, იმიტომ რომ თუ ყველა ვინც მისი დასაყრდენი უნდა იყოს და მისი გუნდი არ მიაჩნია თავი იმათ ერთ გუნდად და არ მიაჩნიათ რომ ისინი CEO-ს გუნდია, უბრალოდ მე ვეძახი ხოლმე ვშაყირობ რომ პროპკავშირების წარმომადგენლები არიან, ანუ თავისი გუნდის პრობლემებით მოდიან და იბრძვიან რომ გაიტანონ და ერთმანეთთან იჭიდაონ. და თუ მოვა ეს გაცნობიერება რომ პირველი რიგის გუნდი ეს არის, ანუ ჩვენ ვართ ერთი გუნდი CEO-სთან ერთად. ანუ ის არის მართველი, კი ბატონო, ხო? მაგრამ ეს ჩვენ ვართ ერთი გუნდი და მე მაქვს კიდე მეორე გუნდის წევრი ვარ, სადაც ასევე ჩვენი გუნდია და კიდე მესამე წევრის გუნდიში. ხო, სხვადასხვა როლში და ფუნქციაში. აქ ვარ გუნდის წევრი, იქ ვარ მართველი, იქ მე თვითონ ახლა CEO ვარ, მაგრამ რაღაც პროექტი შეიძლება იყო პროექტის ნაწილი, წამყვანი შეიძლება არ ვიყო, როგორც კონსულტანტი და სხვა მართავდეს პროექტს და მე ვიყო იმ პროექტის ნაწილი. ახლა CEO ვარ, ანუ ხო ხდება ეს ხო აი ეს როლების, გუნდების აღქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ არის ხოლმე ძალიან ხშირად რომ CEO არის მარტო მაქსიმუმ top management-ში ისეთი მეგობრული ან ფავორიტები შეიძლება ყავთ ადამიანები, რომელსაც საერთო იპოვა, უზიარებდეს ერთ ან ორ ადამიანს 8-10 კაციდან და ანუ სინამდვილეში არ ყავდეს თავის გუნდი. და აი ეს ტრანსფორმაცია თუ მოხდა და მე ხა ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მე აღარ ვარ მაგ მდგომარეობაში, ვიყავი თავის დროზე შეიძლება, მაგრამ ეხლა ნამდვილად არ ვარ, იმიტომ რომ ჩემი გუნდია. ანუ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ რასაც ჩვენ ერთად გვაქვს პასუხისმგებლობა კომპანიაზე. მე სრულიად ვეყრდნობი იმ ადამიანებს, ვიზიარებთ, გაზიარებული პასუხისმგებლობა არსებობს და მე ესენი არიან რეალურად ელჩები და მხარდამჭერები ამ სტრატეგიის ამხედვის, როგორ თავის გუნდებში როგორ ჩაიტანო მხარდაჭერა როგორ მისცენ. და არა ის, რომ მე ვამტკიცო სათითაოდ ყველასთან და ვიჭიდაო ვისთვის ხო ანუ თითოეულის ინტერესების და ომები იმას ვქნა დავალაგო და ეს
ხო, ანუ რომ ეს ერთობის განცდა კონტექსტ და ეს ეხმარება ძალიან CEO-ს. იმის გაცნობიერება პირველ რიგში, რომ ისინი არიან ერთი გუნდი. ერთი გუნდი. რეალურად ერთი გუნდი. ისე კი არა, რომ ფურცელზე ტოპ მენეჯმენტი რომ ქვია, სტატუსი მაქვს და საფეხურია ეს. მაგრამ აი მართლა თუ ვინმე მისმენს მსხვილ ბიზნესში ვინც ყოფილა ან პატარა მცირეში ეს ნაკლებად არის, იმიტომ ეს გუნდურობა მოძახ ხშირად დიდ ბიზნესში იხსენებენ ხოლმე იმ დროს, როცა ეს იყო და როგორ ერთი გუნდი იყო და CEO-ს ბედნიერი იყო და ყველა და როგორ გაუბედურდა მე რო გაიზარდნე. ხო, იმიტომ რომ ანუ ამათ თავისი გუნდი და სამფლობელო ტერიტორია მოიხაზეს და იქ აღარ არიან რა. ამ დროს ეს CEO და ეს ხელმძღვანელის პოზიცია არის, რომელიც ყველას უნდა და თითქოს ყველა მიისწრაფის და აი ის უნდა იქ ზემოთ ავიდეს და ამ დროს იქ შეიძლება დახვდეს დანევროზებული, დაღლილი, მოდი ეს ვთქვათ, რაც უფრო მაღალია პოზიცია, მით უფრო დიდია პასუხისმგებლობა და ტვირთი, ხო? ზოგადად მენეჯმენტზე თუ ვილაპარაკებთ, მენეჯერი ნიშნავს და დონე მენეჯმენტის მცირე საშუალოთვის რა ზომის გადაწყვეტილებებზე იღებ პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ როგორც პროფესიონალს კომპეტენცია შეიძლება, აი ვთქვათ, კონსულტანტი ხარ თუ ქიმიკოსი ხარ თუ ექიმი ხარ თუ ვინც ხარ, რა ვიცი, ანუ მენეჯერობა სხვა რამე არის საერთოდ. ანუ შეიძლება იყოს სუპერ პროფესიონალი, მაგრამ ვერ იღებდე გადაწყვეტილებებს, ვერ ხარ მენეჯერი. ანუ კარგი შემსრულებელი ხარ, კარგი პროფესიონალი ხარ, მაგრამ ანუ აი ზუსტად ეს განასაზღვრავს მენეჯმენტის დონეს. რა ზომის გადაწყვეტილებებს იღებ? ამ ფუნქციურს მცირე ზომის კი ბატონო და მართავ ამ გუნდს და იღებ გადაწყვეტილებებს ხარ მენეჯერი. თუ შეიძლება გერქვას მენეჯერი, მაგრამ თუ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებ და გეშინია, უნდა გადაამოწმო 9-ჯერ, რომ სწორი იყოს, ესე იგი შენ ვერ იღებ პასუხი, ვერ ასრულებ ამ როლს. და ბოლოსკენ თიკა შენ ახსენე რომ აი 23 წლის წინო მაშინ ეს ქალი რო ვიყავი, კაც სურად მიწევდა ჩაცმაო, რომ ვიღაცას რაღაც ცოტა გამოეხედა ჩემს კედო. და თან ქალი არ დაენახა ჩემში. ხო, და თან ქალი არ დაენახა. თან ახლა გაყიდვაში ხო აქტიური ხარ. ანუ ეს როგორი აღქმული, ახლა რესტორანში მე ვერ დავუპატიშე. ხო ხდები, ანუ რასაც აკეთებდნენ მაშინ კაცები რომ მოდი ახლა ანუ ეს ჩემი მექანიზმი ხო არ იყო და თან ნებისმიერ ჩემი ესე ვთქვათ ცდელობა, კონტაქტი შეიძლება არასწორად ყოფილიყო აღქმული იმ პერიოდში და ამიტომ რა უნდა ხალი არა ვარ. ჩაკეტილი მქონდა. და ანუ შენში ახშობდი ამ რაღაც. ყოველ შემთხვევაში შეხვედრებზე ნამდვილად ვახშობ. არ მოიდგინე. ხო და რისი კითხვა მინდა, ანუ ამ 30 წლის განმავლობაში, დღეს შენი დაკვირვებით, რას ამჩნევ ქალებს? აი რა შეიცვალა, მაგრამ რა დარჩა ის, რაც ჯერ კიდევ ამ ძველი მენტალიტეტიდან მოგვყვება და რაც აფერხებს ქალებს და ზღუდავს ძალიან თვითრეალიზებაში. იცი რა არის, შეიძლება ანუ ვცდები ახლა ეს ჩემი დაკვირვება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქალების, წარმატებული ქალების უმრავლესობა თრგუნავს ამა თუ იმ გზით თავის ფემინურობას. მაინც ჩემი დაკვირვება ეს არის. იმიტომ რომ აი ესეთი უნდა, აი ესე უნდა მოვიქცე და ესეთი გადაწყვეტილებები უნდა, ესეთი უნდა ვიყო კაცი. აი ფემინური ძალიან ცოტა შემთხვედრია, რომელიც არის ფემინური მართლაც და არ ახშობს ამას თავის თავში და გამოაქვს ეს და ამითი თავისი ფემინურობით და ფემინური ენერგიით მართავს ბიზნესს და მართავს ურთიერთობებს და კარგადაც გამოსდის. და კარგადაც გამოსდის. ცოტა მინახავს. მაგრამ ეს მეუბნება რომ ეს შესაძლებელი. არ არის საჭირო შენში ქალი ჩაკლა იმისთვის რომ იყო წარმატებული. ხო? იმდენი წელი ვაკეთებდი მაგას რომ დღემდე ვსწავლობ. იმ ფემინური მართლებისგან კი ნამდვილად კიდე მეორე მაქვს ასწავლე. და ბოლოს შენ დაიწყო შენი YouTube არხი. ვაიმე, ექსპერიმენტი აქვს. ნუ ხო, ექსპერიმენტი კი არის, მაგრამ ხან კამერა არ მივარგა, ხან ვერტიკალურად ჩავწერ, მაგრამ როგორც გითხარი მე წარუმატებლობებს. არ გეშინია. არა, მაგას არ აღწევ, მე სულ ვამბობ, რომ თუ ადამიანს უნდა მოსმენა, იმ უხარისხო ხმასაც არ მიაქცევს ყურადღებას, არც იმ კამერას და არაფერს. შენ იმდენად ღირებულ ინფორმაციას აზიარებ, ცოდნას, ეს არ არის რაღაც მშრალი ინფორმაცია, ხო, ეს ცოდნა, ვისაც უნდა და აინტერესებს, ის ამითის კმაყოფილი. ნახოთ რა გამოვა.
ხო და რატო დაიწყე? რა იყო შენი რაღაც ინტერესი? რა არის, აი მართლა ეს ლაპარაკზე რო თქვი, ბოლოს სულ მეფიქრება ხან რომ რაღაცნაირად ეს გამოვიტანო, იმიტომ რომ იმდენი ადამიანი მეუბნება რომ აუ შენ ბევრმა უნდა მოგისმინოს რაღაცა, აუ ილაპარაკე და მე მთელი დღე მოგისმინე, უთქვამთ ეს ადამიანებს ჩემთვის და ამას ნუ ეხა ხან კომპლიმენტად ვიღებ, ახლა მთელი დღე ჩემო მტერმა მისმინოს ვფიქრობ ჩემში, მაგრამ ეხა ამდენი ადამიანი რო გეტყვის, რომ ანუ ეს ნეტა იმას გააგონა, ნეტა ჩემ ქმარს გააგონა, ნეტა იმას ანუ ამას რო ამბობდნენ ხშირად, ანუ არასდროს არ ვამბობ უარ საჯარო გამოსვლაზე, ან თუ მიწვევენ სადღაც მივდივარ, თუ ჩემი აუდიტორია არის და ანუ მე ღირებული შემიძლია რაღაცა ვთქვათ, თორე არის თემები, რასაც ახლა მაგას უარიც მithქვამს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ის ჩემი თემა და რაშიც გულწრფელი ვერ ვიქნები და ღირებულება არ შემიძლია მოვიტანო, ვერ ვიზამ. ამიტომ რაღაცნაირად ფორმატს ვეძებდი ჩემთვის. ჩაფიქრებული მაქვს მომავალში რაღაცა პოდკასტი უფრო მეტი დრო რომ ექნება. მე ვიფიქრე რომ ეხა რო დავიწყო რაღაცა ესეთი ფორმატი მოწვევა სტუმრების და ამ შემდეგ ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება, მომზადება და ამ ჩემი დატვირთულობის ფონზე ეს მე არ გამომივად. მოდი აი პატარ-პატარა ვიდეოებს ჩავწერ, ჩემ გამოცდათან არა სამეცადინოს და თეორიას, არამედ აი ამბის თხრობის სტილში და ესე გადავწყვიტე რომ გავაკეთო და მეორეს მხრივ მინდოდა მეჩვენებინა რომ CEO-ს ადამიანიო და იმას თავის შიშების ფოტოები რაღაც წარმოუდგენიათ რომ პედესტალზე დგას და იმას არაფერს არ აშენია, არანაირი გამოწვევა არ აქვს, ოჯახში პრობლემა არაფერი არ აქვს. ყველაზე კარგად ცხოვრობ. ხო, იმას რა ენაღულება ახლა, ხო? ესეც და მესამე რა თქმა უნდა, ჩემი მთელი, ასე ვთქვათ, პარტნიორები, კლიენტები არიან CEO-ები და მათი იმის ჩვენებაც მინდა რომ მე შენი მესმის. რა თქმა უნდა, ესეც არის მიზანი. და ბოლოს შენახსენე რომ ჩვენი კომპანია ACT დავიწყეთ $100-ით. დღეს სადამდე მივიდა ACT და რას წარმოადგენს ეს კომპანია დღეს მსოფლიო მასშტაბით? დღეს ახლა რამდენიმე მილიონიანი ბრუნვა აქვს კომპანიას, 35 ქვეყანაში ვმუშაობთ. ოფისები მეტი აღარ გაგვიხსნია, იმიტომ რომ სტრატეგია შევცვალეთ და განსაკუთრებით COVID-მა აჩვენა, რომ სულ არ არის საჭირო ფიზიკური ოფისების გაკეთება და მოდელები ისე შეიცვალა, რომ აქედან ვფარავთ, რა ვიცი, დაწყებული მონღოლეთი, ეგვიპტე, ფილიპინები, რა ვიცი, ცენტრალური აზია, აღმოსავლეთ ევროპა, ანუ ძალიან ბევრ სამ კონტინენტზე ვმუშაობ ძალიან ბევრ ქვეყანაში. წინ გაქვს კიდე აი რა დაგრჩა მიუღწეველი? არ არის იმაზე მიუღწეველი, ანუ რა გამოლევს გასაკეთებელ საქმეს, ანუ როცა მისიით ხარ და ჩვენი მისია რაც არის, რომ აი ეს სასიკეთო ცვლილებების ძალა მივცეთ ორგანიზაციებს და ლიდერებს, რომ ეს განვითარებადი ქვეყნები განავითარონ და ჩვენ გვჯერა, რომ უზარმაზარი პოტენციალი როგორც საქართველოში, ისე სომხეთში, ისე ყაზახეთში, ყირგიზეთში, იმ ქვეყნებში, რომელსაც დღეს მესამე ქვეყნებს ეძახიან, განვითარებად ქვეყნებს ეძახიან და ესეც უთანასწორობა არის, სამყაროს უთანასწორობა, სადღაც ძალიან კარგია ცხოვრება. აქ შესაძლებელია ეს, ოღონდ ამისთვის უნდა შეიცვალოს ცნობიერება, უნდა შეიცვალოს საზოგადოება, უნდა შეიცვალოს მმართველობა, უნდა შეიცვალოს ბიზნესის კეთების წესი და ამაში გვინდა რომ წვლილი შევიტანო და რა ვიცი, ჯერ მისიას რა მოწურავს ამ ქვეყნებს რო გაბრწყინდებიან, შეიძლება მე რამე სხვა მოვიფიქრო და მე სხვებზე გადავხო. მე რამე სხვა შეიძლება მე ხო იცი, კვლევისთვის რომ მირეკამე ხოლმე არასდროს დრო არ მაქვს, თან კითხვები უნდა დაგისვან რაღაცა და ACT-დან ვრეკავო რომ მეუბნება დიახ გისმენთ. მადლობა. ხო, ACT ყოველთვის ვუსმენ და ეს 20 საათი კითხვა რო იყოს, ესე მშვიდად პასუხობ ხოლმე. ასე რომ დაიმახსოვრეთ ACT-დან თუ დაგირეკეს. სანდო ეს კვლევა. მადლობა. დიდი მადლობა თიკა, აი ასეთი ღირებული საუბრისთვის და ასეთი საინტერესო 1 საათისთვის და მე ჩემს მაყურებელს შევახსენებ, თუ თქვენთვისაც საინტერესო იყო ეს საუბარი და ეს პოდკასტი, გამოხატეთ თქვენი აი ეს ინტერესი მოწონებით, ვიდეოს მოწონებით, კომენტარის დატოვებით და რაც მთავარია ჩვენი არხის გამოწერით. წარმატებებს გისურვებთ თიკა. შენ ACT-საც და ყველა იმ კომპანიას, ვისაც ეხმარები. მადლობა, ნამდვილად ძალიან კაი სურვილი. მადლობა. მე გემშვიდობებით ერთი კვირით. ორ შაბათს შევხვდებით.